მოგესალმებით, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. არ არის ოპოზიცია, არ არის პრობლემა. სწორედ ასეთ განცდას ტოვებს ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დგამს. დაწყებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მათი დაკავებით გაგრძელებული საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიების გაუქმების მოთხოვნით და დასრულებული ბოლო საქმით, რომლითაც 8 ოპოზიციურ ლიდერს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. ქართულ ოცნებას სასამართლო პროცესებიც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის მტრებად და დამნაშავეებად გამოაცხადოს. ოპოზიცია კი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დევნა და ანგარიშწორება. რაც უფრო შორს მიდის ეს პროცესი, მით უფრო მარტივია განსაზღვრო, რომ პოლიტიკური მკლავჭიდი, რომელსაც ინტენსიურ რეჟიმში აგერ უკვე წელიწადზე მეტია ვადევნებთ თვალს, დიდხანს არ დასრულდება. ამ ვითარებაში ძალმომრეობის პოლიტიკა მმართველი პარტიის ძლიერი მხარეა. საპროტესტო მუხტი დიდ საფრთხეს ვერ უქმნის, საერთაშორისო პარტნიორებს არ უსმენენ, ხოლო ოპონენტების მიერ სასამართლოში მათ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე ირონიულად ეღიმებათ. ოპოზიციას კი ამ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ arm selling-ში თითქოს დამაჯერებლობა აკლია. თუ იცი, რომ რუსული მეთოდებით გებრძვიან, დარწმუნებული ხარ, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ უნდა გქონდეს, ხედავ, რომ მოქმედი ხელისუფლება ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, რომელიც ხვალზე კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რას აპირებს? ელოდები, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი? ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან დავიწყებდი საუბარს ერთ-ერთი ბოლო თემით, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაძე სამტრედია გრიგოლეთის ხიდზე 2023 წელს მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი ის გამო, როგორც მარტივად აღმოჩნდა, მოკლედ მიღება ჩაბარების აქტი ისე იყო გამოწერილი ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომ რეალურად ზედამხედველობა მასზე არ განხორციელებულა. ასეთ ვითარებაში ისმის ბუნებრივია შეკითხვა, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ყოფილი თანაგუნდელების დაჭერის პროცესი. მე მგონი ეკა ბესელიას არ ესმის ჩვენი ხმა კიდევ ერთ ქალბატონო ეკა ეხლა გესმით საღამო მშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში თქვენთან დავიწყე საუბარი პროკურატურის ასე ვთქვათ ბოლო ინფორმაციით ვხედავთ რომ ყოფილი თანაგუნდელების ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერების სერია ისევ გრძელდება დააკავეს გზების დეპარტამენტის ყოფილი ერთ-ერთი ხელმძღვანელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ძალიან გახმაურებულ ფაქტზე საქმე ეხება 2023 წელს სამტრედია გრიგოლეთის ასე ვთქვათ ხიდზე ჩამწრეულ ხიდს მაშინ ჩვენ ვნახეთ რომ სატვირთო ავტომობილიც ჩავარდა აი ამ ინციდენტის შედეგად და მხოლოდ ახლა მოხდა პასუხისგებაში 5 პირის მიცემა. სადამდე შეიძლება რეალურად მივიდეს ეს პროცესი, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს მანამდე ქონდა მოსაზრება, რომ ეს იყო რაღაცა საჩვენებელი დაჭერა, შიდაკლანური დაპირისპირების გამოვლინება, შორს მიმავალი აღმოჩნდა მთელი ეს პროცესი და ვის მიადგება კარზე, არავინ არ იცის. სამშვიდობის ქალბატონო ემა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მიმართულებით შეტევებს და ამ პროცესში, სადაც აი ამ შეტევის ადრესატები ზოგ შემთხვევაში არიან ყოფილი ჩინოვნიკები,
რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში არიან ხილებული. მეორეს მხრივ, მე მგონი ეს არის სწორედ ალბათ ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში, რომ რეპრესიები მიემართება სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა ეს ეს ამის გამაჯერებლობა, რომ შეიძინოს ამ პროცესმა, არის საჭირო უფრო მეტი სიცხადე, უფრო მეტი მასშტაბი, იმიტომ რომ ეს კორუფცია არის ყველა სახელმწიფო უწყებაში, ყველა ტენდერის დროს, რაც კი გამოცხადებულა ალბათ და ესია შეიძლება იყოს სასრულო, ეხლა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ დაკავებულია ასევე ერთ-ერთი დიდი სქემის სფეროკოს კომპანიის დამფუძნებელი, რომელსაც ყავს ასეულობით დაზარალებული, მათ შორის ეს დაზარალებულები ჩვენთანაც რამდენად ნაწილი ჩვენთანაც მოვიდნენ დახმარებისთვის და ძალიან ბევრი ადამიანია უკვე, ვისაც ეს ზიანი მიადგა და საქართველოს მოქალაქეები არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები. მეორის მხრივ არის რომ გითხრათ რომ გამიკვირდა ამ შემთხვევაში წულეისკირის დაკავება, მოგატყუეთ, მე უბრალოდ მიკვირდა ამდენი ხნის განმავლობაში. ვერ გავიკე ქალბატონო. არა, ეს კითხვა არ იყო უბრალოდ ასე ვთქვათ, ჩემი მოსაზრება ჩავთე. მეორის მხრივ არ ვიცი, ჩემი ხმა მედია გესმით ხო? თქვენი ხმა მესმის, კი ბატონო, გავაგზავნოთ საუბარი და ამასობაში ალბათ ჩემი ხმაც მოგწევებათ. იახეს ამესის, უბრალოდ ცოტა ხარვეზით მოდის თქვენი ხმა. მეორის მხრივ არის აწმყოშის ბევრი კორუფციული კითხვები, იგივე აი ამ არაბულ კომპანიის ძალიან დიდ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომლის უკან ხდება ძალიან საეჭვო გარიგება, გასაიდუმლოებული კონტრაქტი, რომლის გასაჯაროებას ითხოვენ სრულიად სამართლიანად საქართველოს მოქალაქეები, საუბარია ძალიან დიდი ოდენობით ქართულ მიწაზე, რომელიც უნდა გადაეცეს არაბულ კომპანიას თბილისში და გონიოში და დღემდე ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი, რომელიც მოიაზრება ამ არაბული კომპანიის ლობისტად და აი ამ პროცესს ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს, გასაგებია ხა ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, მაგრამ ის არის უშუალოდ როგორც ჩანს ჩართული ამ პროცესში. საჭირო არის პასუხისმგებლობა აიღოს. პირველ რიგში პროცესი იყოს გამჭვირვალე, მეორე ძალიან მკაფიოდ და გასაგებად უნდა აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატო დაადეს გრიფით საიდუმლო, რატო გაასაიდუმლო ეს ისეთი კონტრაქტი, რომელიც მრავალ მილიარდიან ინვესტიციებს ეხება და მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილებას, იმიტომ რომ საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით 1000 ჰექტარზე თუ ავსდები შეიძლება მეწე რამოდენიმე მილიონიანი და შეიძლება შეუფასებელიც იყოს ეს ქონების ჩადებაზე, გადაცემაზე სარგებლობისთვის, რომელსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უფლებების თვალსაზრისით არავინ არ იცის რამ ხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ამიტომ აი ესეც ქალბატონეკა, კონკრეტულად რადგან შეეხეთ აი ამ ქალბატონეკა, ეხლა მაინც თუ გესმით ჩემი ხმა, რადგან შეეხეთ სწორედ აი ამ 6 მილიარდიან არაბულ ინვესტიციას, შესაძლებელია ჩვენ გვინახავს ასეთი პრეცედენტები, როდესაც მით უმეტეს თუ ორივე მხარე, ასე ვთქვათ, წარმოადგენს კომერციულ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში უფრო ხშირია ხოლმე ასეთი შეთანხმების კონფიდენციალურად დატოვების ფაქტები, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფოს, მისი პარტნიორი არის კერძო კომპანია და შესაძლებელია სწორედ კერძო კომპანიის ინტერესებში შედიოდეს, რომ მაგალითად ხელშეკრულების პირობები და არ გახდეს საჯარო. ასეთი პრეცედენტები გვინახავს, მაგრამ თავარი აქ სხვა რამე არის, აი კონკრეტულად რა კითხვები გაქვთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ან შესაძლებელია გაქვთ მოსაზრება, ან მეტიც გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების ხო, ჩემს ძალებს სამწუხაროდ ეს აღემატება ხმის გასწორება, ამიტომ საეთეროს ვთხოვ, რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ შედგეს კომუნიკაცია, კი ბატონო, რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის. აი კონკრეტულად რა კითხვები გაქვთ, რა შესაძლო
ნაღმების შესახებ გაქვთ ინფორმაცია ან მოლოდინი ეჭვი გონივრული რომ შესაძლებელია ინახავდეს ასეთი რა ვიცი გრიფით საიდუმლო დაცული ინფორმაცია. არ ვიცი ხმა აღარ მესმის თქვენი. ხო, სამწუხაროა, მაშინ რაღაცნაირად საეთეროდან აი ისევ დაბრუნდა თქვენი ხმა რაღაცა რა ეჭვები გაქვთ თქო სწორედ აი ამ ხელშეკრულებასთან რომელიც არ არის საჯარო? დიახ, პირველ რიგში საეჭვო არის თვითონ ამ გარიგების მასშტაბი, რომელმაც დახურა კონტრაქტის შინაარსი, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის კონტრაქტები როგორც წესი აუცილებელია რომ საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი ძირითადი პირობები, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ნაწილი იყოს კონფიდენციალური, მაგრამ ძალიან კონტრაქტი დამალო განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს ახლა ნულოვანი ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყოველ შემთხვევაში ისეთი ლეგიტიმაცია, რომელიც არ იწვევს სანდოობას, ხო, ასეთ პირობებში აი ეს დიდი საინვესტიციო კომპანია, რომლის მათ გაჩნდა ბევრი ეჭვი, იწერება ძალიან ბევრი საეჭვო ინფორმაცია, მე ვკითხულობ ყველა ამ ინფორმაციას. და მათ შორის ეკონომიკის მინისტრი ქრივიშვილი მოიაზრება ამ არაბული კომპანიის მხრიდან განსაკუთრებულ ლობისტად ქართული ოცნების პირობებში ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც დახურული და გასაიდუმლოებული არის გრძელვადიანი და რისკის შემცველი, ბუნებრივია სანდოობას არ იწვევს, იმიტომ რომ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ უსაფრთხოების კუთხით წინასწარ რა შედეგების მომტანია ასეთი კონტრაქტი, რა მასშტაბის სამუშაოები სრულდება და ეკოლოგიურად ის როგორ იმოქმედებს გარემოს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში წინასწარ რიას უწოდებენ ამას შეფასება, რაზე მოქმედებას ახდენს ასეთი კონტრაქტები მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ქვეყნის ინტერესებზე ეს უნდა იყოს გააზრებული, წინასწარ გამოკვლეული და ეს დასკვნებით მიწოდებული. ამიტომ ამ პირობებში, როდესაც ასეთი დაბალი დობის ფაქტორია, ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება საიდუმლოდ ამ ეჭვებს უფრო მეტად ზრდის და ეს ბუნდოვანება არის. გასაგებია. ქალბატონიკა, მე იმედი მაქვს ახლა ხმგებულობთ ხიდი რო ჩაინგრა და აღმოჩნდა რომ კორუფციული გარიგების შედეგები იყო, აღმოჩნდება რომ აქაც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგების ფაქტები. ამიტომაც არის სიცხადე და გამჭვირვალობა აუცილებელი რა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენ პირობებში, როდესაც ძალიან დაბალია ან არ არსებობს მონიტორინგი. ქალბატონიკა, ახლა თუ გესმით ჩემი ხმა რომ კი ბატონო, მინდა მოვასწრო და გადავიდე კიდევ სხვა თემაზე, ჩვენ ვხედავთ რომ პარალელურ რეჟიმში აი ამ დაჭერების სერიის კორუფციული ბრალდებით დაჭერების სერიის პარალელურად ქართულ ოცნებას იერიში მიაქვს ოპოზიციაზე და ერთ-ერთი ბოლო ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეა, სადაც 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ სხვადასხვა მუხლით აღიძრა საქმე. სხვათა შორის ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე ერთ-ერთი ბოლოა, ვინც გამოეხმაურა საპატიმროდან ამ ფაქტს და მოკლედ რომ ვთქვათ, ასე შეაფასა, რომ ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15 წლამდე ციხეში უნდა ჩავждდეთ, რომ რეალურად ესაა ჩვენთვის უკაცრავად გზავნილიო, ანუ ელოდებით რომ შესაძლებელია სცენარი სწორედ ასე განვითარდეს. ეს ადამიანები გამოვიდნენ საპატიმროდან და ატარონ სასამართლო პროცესებზე და რეალურად ეს ორი არჩევანი დაუტოვონ მხოლოდ. ყველაფერს ველოდები ქალბატონო ემა ისეთ ეტაპზე გადავიდა პოლიტიკური პროცესი, რომელმაც პოლიტიკური შინაარსი დაკარგა და შეიძინა მხოლოდ რაღაცა სადამჟელო ხასიათი, თითქოს მოსწრება უნდა ყველაფრის განადგურების და ყველაფრის გასუფთავების, აი ისეთი ულოგიკო სვლით ვითარდება და ისეთი მეორე თუ მესამე წრეზე უკვე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა, რომ აი საერთოდ დაიკარგა ამ ყველაფერში რეალური
მოტივაცია რა არის გარდა შურისძიებისა. იმიტომ რომ ეს საქმეები, რომელიც ჩვენ გვაგონებს წარსულში, ასევე ყუდიანებზე ნადირობას, ხო ეს საბოტაჟი, დამხობა, სახელმწიფოს გადატრიალება, აი სულ ტრიალებს ეს ფრაზები გონებაში წარსულის გამოცდილებიდან. და ასეთი ფორმით ბრძოლა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა არ აქვს და როდესაც წარსულში წინა სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეები იგივე როლში არიან დღეს, როდესაც მათ მიმართაც არსებობს ბევრი კორუფციული ეჭვი, ბევრი მოსამართლის მიმართ, აი ამ პირობებში როგორ უნდა ველაპარაკოთ სამართლიანობაზე საერთოდ. აი ხა დღეს რა ინფორმაციაც გავცელდა, რომელიც ასევე იყო გამაოგნებელი, რომ შეიძლება ისევ გაუქმდეს სასამართლო პროცესებზე დარჩენილი კომუნიკაციის საშუალების ტელეფონების შეტანა, რომელიც დღეს არ არის მხოლოდ სასაუბრო საშუალება, ხო არის მათ შორის ბევრი ინფორმაციის შემცველი და მათ შორის სამუშაო დატვირთვაც აქვს, ხო ტელეფონებით მე მაგალითად ტელეფონით მუშაობ დიდი ნაწილი ჩემი დროის, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ იმიტო ხა ბევრმა იცის როგორ შეიძლება მისი გამოყენება და ასეთ ვითარებაში, როდესაც პროცესის ღიაობა და საჯაროობა არის პირველი ელემენტი, რომელიც აჩვენებს რამდენად სამართლიანია სასამართლო. ეხლა თურმე ტენდერი ცხადდება, რომ სასამართლოს ინფრასტრუქტურა შეძინონ და იქ დაასაწყობონ ტელეფონები, რაც მედიას სრულად ჩამოართვევს შესაძლებლობას იმუშაოს და მათ შორის პროცესის მონაწილეებისთვისაც არის საფრთხის შემცველი. ეს ჩვენ გვაბრუნებს აი 2012 წლამდე, სადაც ვიყავით, იმიტომ რომ 2013 წლიდან მეც ვიყავი ინიციატორი იმ კარგი ცვლილებების, როდესაც გავხსენით სასამართლო დარბაზი მედიისთვის და დავაბრუნეთ ის აუცილებელი ნიშნები, რაც ჭირდება პროცესის საჯაროობას. პროცესის საჯაროობა რა არის? სანდოობასთან არის კავშირში. თუ სასამართლო ის რაღაცა კერძო კორპორაცია ხო არ არის, რომ ჩაიკეტოს და დაიმალოს. ის არის ქვეყნის, ხალხის მსახური. და ადამიანებს უნდა კონდეთ განცდა, რომ საქმე სამართლიანად მიდის. ამიტომ არ ესწრება ელენე ხოშტარია ხო პროცესებს და მისი მესმის ადამიანურად აი დღეს მელიას პროცესი იყო და ნახეთ ხო როგორი კურიოზულია გადაწყვეტილება უკანონო ფორმებით დაკავებისთვის თავად დააჯარიმეს. იქ ზურაგირჩის ხა გამოსვლის ციტატას კითხულობდით. ну აი ამის რომელი ერთი ყველა ეს პოლიტიკური საქმე არის ძალიან დიდი ხარვეზების მატარებელი. დღეს უამრავი ადამიანი უსამართლოდ იხდის საშელს და უკანონო ცხედან ციხეებში და სასამართლო სადაც ყველაზე მეტად ჭირდება სანდოობა, ყველაზე მეტ სასათბურე პირობებს უქმნიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს და დაიხუროს მოქალაქეებისთვის. ამიტომ ძალიან სახიფათო ეტაპზე ახლა ქვეყანა ამ რეპრესიების მზარდი და აგრესიული ფორმები სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ასე ვთქვათ სახიფათო ზღვარი ამასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული კონკრეტულად შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ ახალი ფიგურანტები ამ საქმეში, იმიტომ რომ ხმა სამწუხაროდ ხარვეზები ისევ და ისევ ჩემს ძალებს ისევ და ისევ ჩემს ძალებს საღემატება ასე ვთქვათ ამ ხარვეზის გამოსწორება. კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ ამ შემთხვევაში ტექნიკურ პერსონალს დიახ იქამდე სადამდეც სალომე ზურაბიშვილამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ხშირად ახსენებენ. ზოგადად არ უნდა გამოვრიც შემაკავებელი ფაქტორები ქართულოცნებას არ აქვს და ის ფიქრობს, რომ ეხლა მისთვის არავის არ ცალია და ყველაფერი შეიძლება მოაწყონ. ამიტომ შურისძიებამ თუ ისე დააბრმავა ქართული ოცნება, რომ დაკარგეს ყველანაირი კონტროლი, უბრალოდ მინდა უთხრიო, რომ დრო ძალიან სწრაფად მიდის, ყველაფერი იცვლება და ეს ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვლება და აი როგორც უკან ბრუნდებით ზოგჯერ, რადგან სამართალი მათ შორის წარსულში ჩადენილ ქმედებებს იძიებს სწორედ, ხო? ამიტომაც უბრალოდ ის ყველასთან მივა თავის დროზე და ნუ ფიქრობს ნუ რავინ რომ დღეს თუ რაღაცას მოასწრებს ცუდს და უკეთურს და არასწორს ის შერჩება და ისე დარჩება. ამიტომაც ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ყველა და წინ გაიხედონ, იმიტომ რომ არის უფრო დიდი სამართალი ვიდრე ის, რასაც თვითონ წერენ და კითხულობენ.
რადგან არ გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილითაც დაინტერესდეს პროკურატურა, ეგრეთ წოდებული სალომე ზურაბიშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი არა აქვს. ანუ თუნდაც მისი ვიზიტები, ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინ მისი უნებართვო გასვლები ქვეყნიდან პრეზიდენტის რანგში გახდა სამართლებრივი დევნის საფუძველი. პრეზიდენტი მოქმედებდა კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ქალბატონო ემა, ის პერიოდი, რასაც თქვენ იხსენებდით, იყო კონსტიტუციის ფარგლებში, 78 მუხლით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში. პრეზიდენტის მიმართ არავითარი საფუძველი მათ დევნის დაწყების არ აქვს. თუ პირადი შურისძიება ამოძრავებთ, პირადი შურისძიების გამო თუ დაიწყებენ რაიმე მოქმედებას, ამას ძალიან ღია და მკაფიოდ დაერქმევა სახელი და სხვა სამართლებრივი საფუძველი დევნის ნამდვილად არ აქვს. კი ბატონო, აი ბრალში იყო საუბარი სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებით, რომ ისინი ახორციელებდნენ ვიზიტებს უცხოებში და არ წმუნებდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სანქციები დაეწესებინათ ხელისუფლების წევრებისთვის. ჩვენ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის უკვე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ არაერთი განხორციელებული ვიზიტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ფიქრობთ, რომ სწორედ ეს შეიძლება გახდეს, თუ იქნება დაინტერესება გამოხატვის თავისუფლების ნაწილში ამოთქმული. მიტინგზე საუბრობ, ოფიციალურ შეხვედრებზე საუბრობ, ტელევიზიით საუბრობ, მას შემდეგ ყველაფერზე შეუძლიათ დღეს თქვან, რომ ეს არის კანონის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს ყველაფერი აღემატება იმ ვიწრო დათქმას თუ ვიწრო გააზრებას კანონის როგორადაც თვითონ კითხულობენ, იმიტომ რომ ადამიანების დევნა დაიწყო იმის მიხედვით, ვინ რას ამბობს საჯაროდ და ვინ როგორ გამოხატავს თავის აზრს, ეს არის პირდაპირ დევნა თავისუფალი აზრის და სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის ფორმებთან. და ეხლა ამის გამო თუ სალომე ზურაბიშვილთან დაიწყებენ ომს, უკვე სხვა ტიპის ომს, თორე დიდი ხანია მას ებრძვიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება პირდაპირ შურისძიება, თორე კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტები პრეზიდენტს მათ შორის კონვენციური სტანდარტი აძლევდა იმ ფარგლებში მოქმედების საშუალებას, რა ფარგლებშიც იგი მოქმედებდა. უფრო მეტიც ვალდებულიც იყო 78 მუხლს მარტო ის იცავდა ყველა კონსტიტუციური ორგანო, როცა ამას არღვევდა, ასე რომ დევნის დაწყების საფუძველი არ არის, თუმცა კონტექსტში ეს ამის სურვილი ჩანს. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, ხა ამაზე ხშირად იყო საუბარი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოპოზიცია ლაპარაკობს გარკვეული ტიპის ერთობაზე. თითქოს იყო ვერსიაც, რომ ისევ სალომე ზურაბიშვილის ფორმატში არსებობდა გარკვეული რესურსი, აი ამ ერთობის ჩამოყალიბების, არ ვიცი, მისი მონაწილეობით, მისი მედიაციით, მისი ხელმძღვანელობით, ხომ არ გამოიკვეთა რაიმე, ასე ვთქვათ, ხო არ გამკვეთდა რაიმე კონტურები ასეთი ერთობის ჩამოყალიბების ზურაბიშვილის გარშემო. თუ ისევ ეს არის მხოლოდ საუბრები, ასრთა გაცვლა, გამოცვლა და არაფერი კონკრეტული. ამ თარებაში, როდესაც ყოველდღიურად მოვლენები აი ამ რეპრესიული თავდასხმების ფონზე ვითარდება, ალბათ ცოტა უფრო მეტად გახანგრძლივდა ეს პროცესი, თუმცა მცდელობები არის ამისი, რომ იგივე პლატფორმის ფარგლებში ბუნებრივად მოხდეს გარკვეული ჯგუფების მეტად ორგანიზება, თუმცა სხვა ჯგუფებიც ცდილობენ ამ და არის სხვადასხვა პლატფორმა, სადაც ხდება ამ ძალების რაღაცა მეტი კონსოლიდირება. ალბათ ბუნებრივად მოხდება ეს პროცესიც, ქალბატონო ემა, მე იმედი მაქვს, რომ ეს პლატფორმა, რომელიც არსებობს, უფრო მეტად იქნება დამხმარე ძალების გაერთიანების, განსაკუთრებით ეხლა ეს საჭირო, იმიტომ ხედავ, რაც უფრო სუსტია წინააღმდეგობა, უფრო ძლიერია რეპრესიული სისტემა და მეტი მობილიზება არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ მოახერხოს საკუთარი თავი დაიცვას ამ რეპრესიების და უსამართლო თავდასხმების დროს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, მუშა პროცესი გამოიღებს შედეგს. ყოველ შემთხვევაში ამისი შესაძლებლობა არსებობს.
მადლობა ეკაბესელიას, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაურია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ რეკორდსმენი პოლიტიკური კოალიცია ხართ იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მეტი პოლიტიკური ლიდერი გყავთ გისოსებს მიღმა. ზურაბ ჯაფარიძემ ასე დაინახა იმ პოლიტიკოსების პერსპექტივა, ვინც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხვდა. ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15 წლამდე ციხე გვემუქრება. ის ვარაუდობს, რომ აი დეკემბერ-იანვარში, როცა მათ გასდით საგამოძიებო კომისიის საქმეზე მისჯილი პატიმრობის ვადა, შესაძლებელი ისინი გამოუშვან ციხიდან. შემდეგ უკვე ამ ახალ საქმეზე, საბოტაჟის საქმეზე ატარონ სასამართლო პროცესებზე და ამით რეალურად დაანახონ მრავალწლიანი ციხის საფრთხე და თან თითქოს და მისცენ შანსი იმ გზას და მარშრუტს გაუყნენ, რაც ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ამ შემთხვევაში გახარიას გულისხმობ, უკვე გაიკულია. თქვენც ხედავთ, რომ ეს არის ერთგვარი მოვლენების განვითარების ასეთ სცენარს თუ ხედავთ და ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია სწორედ ასე განვითარდეს მოვლენები. სავსებით შესაძლებელი არის, ეს არის ერთ-ერთი ვერსია იმ რეპრესიული პოლიტიკის, რომელსაც ატარებს ახლა ივანიშვილი, შესაძლებელია დატოვონ ციხეში, შესაძლებელია გამოუშვან და სასამართლო პროცესები გაიმართოს და შემდეგ მიიღონ ამ ტიპის გადაწყვეტილება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც არ არის დაკავშირებული არც სამართალთან და რაც არ აქვს არავითარი სამართლებრივი და იურიდიული შინაარსი. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუქმების. არა ცალკეული პოლიტიკოსების იზოლირების, არამედ მთლიანად პოლიტიკური სისტემის გაუქმების, რომელიც ოპონირებას უწევს რეჟიმს, რომელსაც შეუძლია გამოთქვას თავისი მოსაზრებები, დაეყრდნოს ქართული საზოგადოების მოსაზრებებს, წარმოაჩინოს ეს მოსაზრებები ქვეყნის გარეთ და თქვენ წეგან გისმენდით, რომ საუბრობდით ქალბატონ ეკასთან. ბრალდებები შეიძლება იყოს სწორედაც ასეთი, რომ აი დადიოდით უცხოეთში და არ წმუნებდით ჩვენს პარტნიორებს, რომ საჭიროა დასანქცირება რომელიმე მაღალჩინოსნის, თქვათ, ქართული ოცნებიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ვსაუბრობდით, თქვენც გაქვთ ასეთი მოლოდინი, რომ შესაძლებელია 8 პოლიტიკოსზე არც გაჩერდნენ და ეს ნუსხა გაიზარდოს, მოხდეს სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლები, ვისაც ასევე ქონდა მსგავსი ტიპის ვიზიტებიც და მოთხოვნებიც უკვე საპროტესტო აქციებზე. რა თქმა უნდა, ამიტომ ამბობ, რომ პოლიტიკური სისტემის გაუქმებისაკენ მიდიან, ამავე დროს უნდა შევხედოთ, რომ აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ისეთი თავდასხმა მიმდინარეობს მათზე, მათ შორის აი ეს ცნობილი კანონით, რომელიც ითვალისწინებს თითქოს და მათი ფინანსების გამჭვირვალობას. ეხლა შემდეგი შეტევა არის უნივერსიტეტებზე, ზოგადად განათლების სისტემას და იმ ტიპის სისტემის შემოღება უნდათ, რომელიც ჩვენს თავსებადობას დასავლურ სისტემასთან განათლების წვეთს და აი ბოლონიის პროცესი, ჩართულობას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესაბამისობას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან, აი ყველაფერს და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ვითარება არის, სასწაულებით შესაძლებელია, რომ ის რაც თქვენ ლაპარაკობდით სალომე ზურაბიშვილზე, გავრცელებული იქნას მრავალ პოლიტიკოსს. ბელორუსიის გზით მივდივართ, ბელორუსიაში არის რამდენიმე ასეული პოლიტიკური პატიმარი, რომელთაც ახლა ლუკაშენკო ვაჭრობს, ხედავთ, ხან 10-ს გამოუშვებს, ხან 25-ს გამოუშვებს, მერე 50-ს დაიჭერს და ასე შემდეგ. ასევე პოლიტიკოსების გარდა ციხეში სხედან მწერლები, ჟურნალისტები, ნაცემები არიან, ამ სფეროების წარმომადგენლები, მასწავლებლები, 9 შვილის დედა შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად ციხეში ჟურნალისტს იმის გამო, რომ რაღაც პოლიციელთან მოუვიდა ამ მრავალწლიანი ციხე განუსაზღვრა. კლასიკური დიქტატორული რეჟიმის დამყარების მომსწრენი ვართ. აი ეს ვითარება არის ახლა. და რას აპირებს, რას გეგმავს ამ დროს ოპოზიცია? მესმის, რომ ძალიან ასე ვთქვათ, არ ვიცი, ყბადაღებული, უკვე გაცვეთილი შეკითხვაა, მაგრამ დღემდე არის აქტუალური ამ შეკითხვაზე კონკრეტული და ალბათ ამომწურავი პასუხის გაცემა, იმიტომ რასაც ვხედავ
პროცესს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ოპოზიცია ისევ საუბრობს რაღაც გარკვეული ტიპის ერთობაზე, თუმცა ამ საკითხზე ერთად მსჯელობასაც კი ვერ ახერხებს. არა, ესე არ არის მსჯელობა. მაშინ როგორ არის გითხარით? როგორც სამოქალაქო ჯგუფებთან, ისევე პოლიტიკურ პარტიებს შორის. აი თქვენ შეგიძლიათ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც დამისახელოთ, ვისთანაც მსჯელობთ გარკვეული ტიპის ერთობაზე. არა, ერთობას გააჩნია თქვენ რას თართმევთ, თუ რას არქმევთ. არა, მაგას არ გააჩნია, გააჩნია რას არქმევთ თქვენ პოლიტიკური პარტიები გარკვეული ტიპის ერთობას, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ერთმანეთთან შეუთავსებლობები. არა, თუ თქვენ გულისხმობთ ერთობაში იმას, რომ ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმი შეიქმნას, ხო, ამაზე ნამდვილად საუბარი არის და როცა საერთოდ არჩევნები არ არის, ამაზე პოლიტიკური პარტიებს არ ეკრათ, მაგრამ არის ორი მთავარი მიმართულება, რადგან პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმდინარეობს შეხვედრებიც, კონსულტაციებიც, უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებიც და დღეს პასეს დელეგაციასთან შეხვედრა ამის თვალნათელი მაგალითი იყო, მაგრამ ჩვენ ოფისებში მიმდინარეობს. მოდი დავაზუსტებ, ბატონო გზა, მოდი დავაზუსტებ რას გულისხმობდი. ეს არის ორი მიმართულება. ერთი არის პროტესტის ორგანიზება და მეორე არის საერთო პოზიციის ჩამოყალიბება და კოორდინაცია მაშინ, როდესაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ხვდებით. კი ბატონო, მოდი დავაზუსტებ, მაშინ მე რას გულისხმობდი. განსაკუთრებით ამ მხრივ აქტიურობს ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა. ახლა ზუსტად დროს დავკარგავ, რომ ვიპოვო ციტატა, მაგრამ ძირითადი პათოსი და შინაარსი მისი მოწოდებების ასეთია, რომ მოდი ყველამ დავივიწყოთ რაღაცა ერთმანეთის ცოდვები, დავივიწყოთ ერთმანეთის წყენები და ისევ ძალების გაერთიანებაზე ვიფიქროთ. მნიშვნელოვანი ის კი არ არის მე რა ტიპის გაერთიანება წარმომიდგენია ოპოზიციაში, მნიშვნელოვანია აი ამ მოწოდებების ავტორები რეალურად რა ტიპის გაერთიანებას გულისხმობენ. სულ ცოტა ალბათ ვიდრე გარკვეული ტიპის კომუნიკაცია შედგება ერთმანეთთან, ეს მაინც უნდა გაარკვიოთ, რამდენად მისაღებია ამ ტიპის გაერთიანებაზე ერთმანეთთან საუბარიც კი. არც ერთ შეხვედრაზე, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრიბებიან, ლაპარაკი რაიმე ტიპის საარჩევნო ერთობაზე, ამ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე არ არის. არის ორი მიმართულება და ეს პლატფორმები ითვალისწინებს ამას. ერთი არის საგარეო პოლიტიკაში ერთიანი პოზიციის ქონა, ხოლო მეორე არის ეს. ხა გვაქვს ეს ერთიანი პოზიცია საგარეო პოლიტიკაში? არა, ნუ ცალკეული პარტიები დადიან, ხო, ვიღაცა ალდეს ფორუმზე მიდის, ვიღაცა იპიპისთან აქვს, უფრო ევროპის სახალხო პარტიასთან, სხვა კავშირის, სხვა ადამიანები ხვდებიან და აი ამ მოძრაობის კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთადაც, რომელსაც აქვს სრულიად გამოკვეთილი და ცნობილი წონა ამ საერთაშორისო ურთიერთობებში. ანუ ისევ განიხილავს ცალმოძრაობიშვილის გარშემო გაერთიანებას ამ მიზნით? ორი მიმართულებით სამოქალაქო ჯგუფებთან, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც აქვს ევროპული მისწრაფებები, რა თქმა უნდა, კოორდინაცია ექნება. რაც შეეხება ახლა ერთობისკენ მოწოდებს, ამ ერთობისკენ მოწოდებს ერთი და იგივე პოსტში, თქვენ მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ. არ უნდა იყოს ისე, რომ სრულდებოდეს ძალა ერთობაშია, რაღაც პათეტიკური მოწოდებით, ხოლო პოსტის პირველ ნაწილში ლაპარაკი იყოს, რომ ვიღაცას თითქოს გაურიგდა და ვიღაცის ყველაზე მეტად გეტკინათ, იმიტომ რომ საუბარი იყო გილაურზის მონაწილეობაზე თქვენს კოალიციაში. არა, მტკივნეული საერთოდ არის არა პერსონალიებზე როცა საუბრობს ეს ადამიანი, თუმცა დაკავშირებული იყო, ხო, ისა ჩვენ გილაურზე არადროს არ დაგვიმალავს, რომ მისი ეკონომიკური ხედვები, რეგიონალური ხედვა, საქართველოს როლი იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ვიმყოფებით ახლა. თუმცა მის ფინანსურ მონაწილეობას აი ამ წინასაარჩევნო პროცესში თქვენ უარყოფთ? ლაპარაკობს მხოლოდ პროკურატურა და ახლა თუ ვიღაცა მიეხმარება პროკურატურას ამ საუბარში, მე არ მგონია, რომ თავმოსაწონებელი იყოს ეს აქციები. ანუ სააკაშვილი, ამ შემთხვევაში სააკაშვილი თავის განცხადებებით ეხმარება პროკურატურას, რომ არ ვიცი ეხმარება თუ არა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა გაყიდულია, რომ ვიღაცა ფულით არის და ბოლოს კიდე მოწოდება ძალა ერთობაშია, ეს არ ეთავსება ერთმანეთს და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ტრის ხატის ძიება იმ ოპოზიციაში, რომლის, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, რეკორდსმენი არის,
ლიდერების დაჭერის თვალსაზრისით და 4 ლიდერი არის ციხეში და კიდე ჩვენი აქტიური ადამიანები, ჩვენი პარტიის წევრები არიან, ასევე არიან ციხეში, რომელთა სახელები შეიძლება არ არის ისე ცნობილი, როგორც ნიკა მელიასი, ნიკა გვარამიასი და ზურასი, ელენესი და აი შემდეგ ხო ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა არის გაყიდული და მათგან ტრისხატის შექმნა ეხლა ეს არის ის, რაც არ ჭირდება ქართულ საზოგადოებას და არ არის სიმართლე და რატომ ხდება ასე? ტრის სახელი ცნობილი არის, ვინ საქართველოს ევროპის კარი დაუკეტა? ვინც აი ამ კორუფციაში ჩაფლო ქვეყანა, ვინც სრული უკუსლით წაგვიყვანა ეხლა ევროპული გზიდან და საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას მიაყენა უმძიმესი დარტყმა, ხო ის არის ქართული სახელმწიფოების მტრები. და არა ოპოზიციაში არ არის საძებნი ეს მტრები. და ამიტომ ეხლა ერთი არის ერთიანობისკენ მოწოდება, ყველანი ვეთანხმებით ამას, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ აი ამ ტრის მოცილების საქმეში, საერთაშორისო ასპარეზზე და აქაც როდესაც პროტესტის ორგანიზებაზე არის ლაპარაკი და ის ერთხელ და სამუდამოდ გილაურთან დაკავშირებით, რომ აი დასრულდეს და ამოიწუროს ეს თემა. თქვენ როგორც ლიდერი ამ კოალიციის ხო შეგიძლიათ გითხრათ, რომ რა იყო რეალურად, ხო? მისი იდეები მისი რეფორმატორული ხედვები იყო თქვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ ვიცით რომ ის კომერციული მიმართულებით ამ თვალსაზრისით მუშაობს და საკმაოდ მოთხოვნადია და სად გაქრა ეს ადამიანი? რეალურად არსებობს ფინანსური დოკუმენტაცია, ვინ რა შესწირა, ვინ რა ფინანსური წვლილი შეიტანა კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, ყველას შეუძლია იქ წაიკითხოს ამის შესახებ. მეორე არის ის ფონდი, რომელიც შეიქმნა და ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც აკავებდნენ პროტესტის დროს. ეს არის აბსოლუტურად ღია. და მე არ ვიცი საერთოდ საიდან მოდის აი ეს რაღაცა გამუდმებული ლაპარაკი ათეულობით მილიონზე და ამ შემდეგ და ამ შემდეგ 40 მილიონზე კონკრეტულად საუბარია 40 მილიონზე. ხო და აი ვიღაცა ვინც ამას უპასუხისგებლოდ ამბობს, ხო იმას უნდა კითხონ ალბათ ადამიანებო, საიდან რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, რომელიც არის საჯარო და არავისგან დაფარული არ არის, კაფეოდ მეტყოლებს და იმ ფინანსურ დოკუმენტაციაში ყველაფერი ჩანს. ნებისმიერი თეთრი, რომელიც მიმოიქცევა. ანუ სანამ ნახავთ ახლა არ არის სამის დრო და რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი გამოქვეყნებულიც არის და ისა რა ქვია, ამ გილაურის მონაწილეობა იქ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კაცი იყო მრჩეველი რამდენიმე დღეს აღარ გჭირდებათ მისი რჩევები? აი ახლა სხვადასხვანაირი ადამიანები არსებობენ პოლიტიკაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ უფრო აქტიურად იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართული. მეც მომინდებოდა, რომ ეს ასე არ იყოს მართლა გამქრალი პოლიტიკური ასპარეზიდან და იყოს მხარდამხარ ქართული საზოგადოების იმ საპროტესტო მოძრაობის. ამ შემთხვევაში გილაურს გულისხმობთ თუ სხვებსაც? გილაურზე ვსაუბრობ ახლა. ხო, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები, ხო, ჩვენ ხა თოკით ხო ვერავის ვერ დააბამ. ხო, ამ ადამიანს აქვს ქონდა ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს ახლაც და ეს პოტენციალი არის ის ხედვები, რომელიც მას აქვს, ის გამოცდილება, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქმიანობისას დაუგროვდა და ასევე მრჩევლად იყო ძალიან ბევრი წარმატებული პროექტის თანაავტორიც იყო და ხელმძღვანელიც იყო სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ აი ეს გეოპოლიტიკური რესურსი საქართველოსათვის რა არის? ჩვენი ქვეყნისათვის რა იქნება ეკონომიკურად განვითარებისათვის საჭირო? ამ ადამიანს ბევრ სხვაზე უკეთესად იცის. გამოსაყენებელი იყო ეს ინტელექტუალური რესურსი. მე ვფიქრობ, აუცილებლად გამოსაყენებელი იყო. ხო, ახლაც საჭიროა, ალბათ ახლაც საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია თუ არა, რომ ადამიანი ძალით ჩავხტოთ რამე პოლიტიკურ პროცესში. ეს ასე არ არის. და მან აირჩია დისტანცირება. ხო და რატომ გააკეთა ესეთი არჩევანი, ესეც ძალიან საინტერესო, ესეც ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. ანუ იყო გარკვეული პერიოდი თქვენთან ერთად, მისმა თანამონაწილეობამ თქვენს კოალიციაში ძალიან ბევრ შეკითხვასთან ერთად ბევრი ბრალდება გააჩინა თქვენი მისამართით და ეხლა ეს ადამიანი დისტანცირდა თქვენგან და ეს ბრალდებები დარჩა და თქვენ გიწევთ თავის მართლება. ეს არის ერთი საკითხი და ეს ხო გულისხმობს ასევე აპრიორი იმას, რომ ტრის ხატი შევქნათ ეხლა ამ ადამიანისაგან, დავაბრალოთ, რომ ის არის ჩართული რაღაც ბიძინა ივანიშვილის მხარდამხარ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებში, რასაც უპასუხისმგებლოდ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურანტი ამბობს, ხო ეხლა
და ამიტომ მე მგონია რომ აქ ამის კონკრეტული საბაბი ირაკლი გილაური არის დასანქცირებული თუ დასასანქცირებელთა სიაში, ხა ზუსტად არ მახსოვს მისი ძმა ჯორჯიან კაპიტალის არა ჯერ ეს არ არის გადაწყვეტილება იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი კი ბატონო ხო საუბარი იყო ამიტომაც არ დასტურდება ჯერთ, მაგრამ ამ განხილვებშიც ვერ შევთ. არსებობდა ადამიანი, მას ჰქონდა დიდი გამოცდილება, ეს გამოცდილება ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და ახლა ამან გააჩინა გარკვეული ასე ვთქვათ ვერსიები ქართულ ოცნებასთან კავშირების შესახებ ამას ვამბობ. საფუძველს უპასუხისმგებლობი განცხადებების მას თორე დაკავშირებს იმასთან, რომ არის რაღაცა ქართულ ოცნებასთან ერთად, რომ არ ვიცი მე ეს იმიტომ იყო რაღაცა ფინანსები მობილიზებული რომ თითქოს ეს იყო ივანიშვილის პროექტი და ყველაფერი აი ამ სიყალბის შემდეგ დასრულება ამ გამოსვლების იმით რომ ვის არის რა ქვია ძალა ერთობაში და მოდი ახლა ერთად ვიყოთ. ნუ ეს ხო შეუძლებელი არის, ხო? თქვენთვის ეს განცხადებები და მოწოდებები მანამ იქნება ყალბი, სანამ ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთის მისამართით, ასე ვთქვათ, კენჭების თუ ქვების სროლა არ დასრულდება. დაუსაბუთებელი ბრალდებები უნდა შეწყდეს. ხო, თორე სხვა შემთხვევაში აი რა ტიპის ერთობა შეიძლება იყოს? სხვა შორის რახან ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, ქალბატონი თინა ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გამოსვლა იყო, რომელმაც ასევე თქვა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა საფუძველი ან საბაბი ან რაიმე ტიპის არგუმენტი აი გილაურის წინააღმდეგ, მას ეს უნდა ეთქვა არჩევნებამდე. და პრაქტიკულად გააკრიტიკა ის გამოსვლა, რომელზეც გააკრიტიკა სააკაშვილი გამოდის. სააკაშვილი. და მე სულაც არ მიკვირს, იმიტომ რომ იმდენად უსუსური იყო იქ გამოთქმული ბრალდებები, რომ თვით მისი პარტიის თავმჯდომარემაც კი გააკრიტიკა და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასე რომ ახლა ყველაზე უმჯობესია, რომ ყველა ეს პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ჯგუფი თუ ვინც არის, რომელიც დღეს აი ამ მართლა გარდამტეხ ვითარებაში დგას თავისუფლების და ევროპული განვითარების მხარეს, ყველამ შეიკავოს თავი უსაფუძვლო ბრალდებებისაგან. თუ ვინმეს წისქვილზე ასხამს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები, ეს არის სწორედ ივანიშვილის წისქვილი და როდესაც ვლაპარაკობთ აი სასამართლოს დღეს იყო ნიკამელიას სასამართლო პროცესი და მე ვესწრებოდი ამ სასამართლო პროცესს უყურებდი და აი უნდა ნახოთ ყველამთვის ცნობილია რომ 40 ადამიანმა დააკავა ნიკამელია მაშინ როცა ტელევიზიაში მიდიოდა ინტერვიუზე აი მოიყვანეს მატყუარები რომლებიც ამბობენ რომ თითქოს მხოლოდ 3 ადამიანი იყო თითქოს სადღაც სხვაგან მოხდა შეურაცხყოფა და მე განხორციელდა მისი დევნა ეს იყო სასამართლო პროცესი რომელსაც არ ჰქონდა არც შინაარსი არც სიმართლე არც პოლიციური მუნდირის პატივისცემა ხო ვინც წარმოადგენდა ამ მუნდირს ამ სასამართლოში არ იყო არც მოსამართლე არ არის არც პროკურორი აი არაფერი ეს არის ფარსი ისეთივე ფარსი როგორც ახლა უნდათ რომ მთელ საქართველოში გაამეფონ რომ გააუქმო ყველა პოლიტიკური პარტია და იყოს მხოლოდ ივანიშვილის ადეპტების რაღაცა საუბარი და გამოსვლები აი ეს არის ახლა საქართველოში ვითარება ამას უნდა გაუსწოროთ ახლა ყველა თვალი სად მივედით რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და როცა ახლა ასეთი ვითარება არის და შენ დროს პოულობ იმისათვის რომ სრულად უსაფუძვლო თავდასხმები განახორციელო შენს თანამებრძოლებზე ხო ამ დიდი ანგარიშით თანამებრძოლებზე როცა ამ პლატფორმებზე ვლაპარაკობ საერთოზე ეს მე მგონია არავისთვის არ არის სწორი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ხაზგასმით რომ მტრის ხატის შექმნა არ არის საქართველოს პატრიოტებში საძებნი ხო და თუ კიდევ ეს პრობლემა დგას ოპოზიციაში რა ვიცი სიმართლისთვის თვალის გასწორების თუ რა ვიცი სწორი რაკურსის აღების სწორი სამიზნის განსაზღვრის სწორი სამიზნე უნდა საკმაოდ რთულად ყოფილა მაშინ ამ შემთხვევაში საქმე მაგრამ სხვა რა მინდა კიდე ერთი ვითარება ხო ქვეყანა ხშირად თქვენთან ჩვენ გვისაუბრია ამაზე ხო როგორ აძევებენ ქართველებს საქართველოსთან მილიონამდე ადამიანი არის ამ ქვეყნიდან უკვე წასული და ოფიციალური სამთავრობო მოწოდება იყო ბიძინა ივანიშვილის რომ წადით სხვა ქვეყნებში ზოგი კომბოსტოს მოთხრის ზოგი მარწყვის პლანტაციაში იმუშავოს
უშუალოდ საქართველოს არ ექნება პერსპექტივა. ქართველებისათვის საქართველოს პოლიტიკოსების ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გაძევების სხვა ფორმით ეტაპი დადგა. აძევებენ, მაგრამ ეხლა ხო ვიგებთ კიდე რაღაც აი სრულიად ფანტასტიკური ამბების შესახებ, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ორი დიდი არაბული ქალაქი და ამ დოკუმენტაციას სადაც 6 მილიარდზეა ლაპარაკი. უმალავენ ყველას. გიმალავენ არ არის საჯარო ხელშეკრულების პირობები. კი ბატონო. ეგ არის რომ როგორ ეხლა 6 მილიარდი დოლარი არის საქართველოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი. და მაშინ როდესაც გვესაუბრებოდნენ რომ გამჭვირვალეობა საჭირო რომ აი თქვენ ჟურნალისტმა ხო არ მოიპოვეთ გრანტი რომელიღაც ევროპული ქვეყნიდან თან ხო საითკენაც მივისწრაფით ჩვენ და ამის გულისათვის დაასისხლიანეს ადამიანები გაუქმეს სახელმწიფო არის 33%-ის თანამონაწილე და მოგება რომელიც შემოვა წავა ბიუჯეტში და არა ვიღაცის ჯიბეში რა არის რო შემოვა რო იქნება ეს ამბებით ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით დასრულდა ჩვენ ვიცით რომ ეს ხალხი არის რომელიც გეუბნებოდა რომ ღარიბაშვილს ფული რო წინ დაუდო ხელს არ მოკიდებს ისეთი არაკო უცებ ნახეთ რომ რამდენიმე მილიონი დოლარი არის მარტო ხელის ფულად სახში დადებული რო გეუბნებოდნენ რომ ინფრასტრუქტურის მინისტრები არიან ასეთი უცებ ნახეთ რომ ეს ადამიანებიც ციხეში არიან პრაქტიკულად ქართული ოცნების ყველა პრემიერ-მინისტრი გამოცხადებულია კორუმპირებულად თვით ქართული ოცნების მიერ დღესაც დაიჭირეს რაღაც საგზაო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აურაცხელი რაოდენობის ფული აქვს მოპარული მართლა აი ამ სისასტიკესა და ნადავლში ცურავს ეს ხალხი ხო და ეხლა ამათ ჩვენ რატო უნდა დაუჯეროთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროების გარეშე როდესაც საუბარია ისეთ ვითარებაზე ისედაც ძიმე დემოგრაფიული სურათი არის ქვეყანაში და ათეულ-ათასობით ადამიანი უნდა ჩამოსახლდეს უცხო ქვეყნის ხო რატო უნდა დაუჯეროთ რატო არა აქვთ ქართველებს უფლება რომ წაიკითხო რა პირობებით არის გასხვისებული რა ფასად არის გასხვისებული კწანისის მიწა მაგალითად აქვთ უფლება და რა თქმა უნდა პოლიტიკოსების ერთ-ერთი ასე ვთქვათ მოვალეობაც საქმეც ეს არის რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები დააყენონ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში აი რამდენად საკმარისია ეს თქვენ თქვით რომ თუ ჩვენ გარკვეული ტიპის ერთობაზე ვისაუბრებთ, ხო, ორი მიმართულებით უნდა გავერთიანდეთო წინააღმდეგობების მიუხედავად რომ საერთაშორისო ასპარეზზე და პროტესტი. აი რაც შეეხება, მოდი ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ვისაუბრეთ. ეხლა რაც შეეხება პროტესტის ნაწილს და მოდი პირდაპირ წავიკითხავ განცხადებას და ასევე ჩვეული პირდაპირობით კითხავთ გედევან ფოფხაძე. ყველა უნდა დავარწმუნოთ რომ რუსთაველზე 24 საათიან პროტესტ ალტერნატივა არ აქვს. არაბუნებრივია რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით. აი როცა ეს ინტერვიუ არ მინახავს, განცხადება წავიკითხე. ადამიანურად დამრჩა, ხო, ადამიანურად დამრჩა შტაბ-ბიჭირება რომ ამ ადამიანებს მოშიმშილეებს, რომლებიც პარლამენტის წინ უკვე კვირაზე მეტია თუ არ ვწდები, შიმშილობენ, წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ყავთ. ანუ სად არის აი ეს სოლიდარობა, სოლიდარობის ჯგუფი, რომელზეც საუბრობს ეს მოშიმშილე პოლიტიკოსი? ასე არ არის ნამდვილად, მე არ წამიკითხავ შეიძლება რომ მე თვითონაც წავიკითხავ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება ამ ადამიანის, რომ დაეწყო შიმშილობა. თუმცა ის რომ რაღაცა წყლის მიმწოდებელი არ ყავს, ახლა რაღაცა არ შეიძლება ახლა მე ამ შემთხვევაში ვუტრირებ, მაგრამ ადამიანი საუბრობს სოლიდარობის ჯგუფზე. ახლა სოლიდარობის ჯგუფი როგორც ვიცით, მოშიმშილეებისთვის ნიშნავს ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებიან, მორიგეობენ. ანუ მალე ერთმანეთსაც ვეღარ მოვუვლი თუ ადამიანი ამბობს. ანუ სიტყვით ციტატა წაგიკითხეთ. გავიგე სპეციფიური მდგომარეობა, ახლა მოგედევასაც. ხო, არა შეიძლება ასეთი განცდა აქვს, იმიტომ რომ 15 დღე ადამიანი შიმშილობს და არ ვიცი ახლა ნუ მის ასეთია მის სიტყვა მაგრამ ჩვენ ახლა ცალკეული ადამიანების კომენტირებას მე ვერ დავიწყებ. აქ თავარი ამბავი არის ერთი წელია გრძელდება პროტესტი. მათ შორის ბატონი გედევანის, კიდე სხვა ადამიანების, ქალბატონი დარიჯანსკვითარი, მაგრამ მასთან ერთად ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. ამან შექმნა დიდი პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაჭრა ხელისუფლებას არ შეუძლია. ვერ გადაჭრა ეს კრიზისი ვერც ცემით, ვერც ციხეებში დაპატიმრებით, ვერც პოლიციური დუბინკებით, ვერაფრით ვერ გადაჭრა და
ადამიანები კვლავ და კვლავ გამოდიან და ახლა 28 ნოემბერს იმ ცნობილი განცხადების ერთი წლის თავზე, როდესაც ევროპული გზა პრაქტიკულად საჯაროდ იქნა უარყოფილი კობახიძის მიერ იქნება კიდე მრავალ ათეულათასიანი გამოსვლა. აი ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ცალკეული ადამიანის გამოთქმული მოსაზრება, მაგრამ დიდ პოლიტიკურ პროცესს მე ასე ვხედავ. თუ პროტესტებს საუბრობთ, პროტესტზე თუ საუბრობთ, სწორედ ამიტომ მკითხეთ, ნახეთ ბატონო გზა, ადამიანურადაც შემაწუხა ამ განცხადებამ და თუ საუბრობთ პროტესტზე და თქვენ ამბობთ, რომ აი პროტესტის გარშემოც ჩვენ უნდა ერთად ვკონცენტრირდეთ, ეს არის პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა. მე მესმის, რომ შესაძლებელია ვიღაცა ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მხრიდან მოშიმშილეთა ასე ვთქვათ მოთხოვნები ეს მათ მიერ გამოხატული პროტესტი არის უგულვებელყოფილი, მე ვერ დავინახე ოპოზიციის მხრიდან გარდა სიტყვებისა, გარდა ეს ეთერებიდან გამოხატული სოლიდარობისა, სოლიდარობა ქმედებაში. იქნებ მე გამომრჩა რამე და კი ბატონო, მითხარით აი ხელ ვამბობ ახლა რანაირად შეიძლება ახლა ასეთი ლაპარაკი. თქვენ თვითონ თქვით გაცემის დასყიში, რომ აი ამ ოპოზიციური პარტიის 4-ვე ლიდერი არის ციხეში. მე დაგიმატეთ, რომ არის კიდე რამდენიმე ადამიანი, რომელთა სახელებიც არ ვიცი და ამ პარტიას წარმოადგენენ და ისინი არიან ციხეში. მრავალი ადამიანი შევიდა ციხეში და გამოვიდა შემდეგ და სამდღიანი, ხუთდღიანი, ორკვირიანი ის ქონდა, ხო? სახტელები ქონდა. დაჯარიმებულია უამრავი, მათ შორის მე ვარ დაჯარიმებული, ხო ის? აი ძალიან ბევრი ადამიანი. როგორ შეიძლება ახლა რაღაც სოლიდარობის არქონაზე აქ იყოს ლაპარაკი და ასევე არიან სხვა პოლიტიკური პარტიები. ამანაც ოცხლა სწორედ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად. ამანაც გაუჩნდა ეს განცდა ბატონო ერთ ადამიანზე გნებავთ საუბარი და არ გსურთ შეხედოთ დიდ სურათს, რომელიც ერთი წელია გრძელდება. იქნებ მიხვიდეთ მაშინ აუხსნათ რაღაცა. როგორ მივიდეთ გუშინ წინ ვნახე და ვესაუბრე, როდესაც იქ ვიყავი და დიდხანს დავრჩი და ბევრი ადამიანი მიდის და ეს ახლა ეს ხო ეს არ არის ახლა სიმართლე, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ წამიკითხავს მე. ანუ ოპოზიციის მხარდამჭერს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვები ასეთი განცხადების მოსმენის თუ წაკითხვის შემდეგ, არ მეთანხმებით, რომ რაღაცა ეს ადამიანები ოპოზიციის მხრიდანაც უყურადღებოდ არიან მიტოვებულები. რა შეეხება ბატონ გეთის, აი 2 დღის წინ რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიყავით იქ, ვესაუბრეთ მას და ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა. ანუ ფიქრობთ, რომ აზრი აქვს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებასაც? ეს არის მის მიერ არჩეული პოლიტიკური პროტესტი. ის რომ არ არსებობს სოლიდარობა და წყლის მიმწოდებელი და ასე შემდეგ, ეს არ არის სიმართლე. იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოსული არის, იმიტომ რომ ასე თulis რომ ეს იქნება შეიძლება ეფექტური. მაგრამ აქ ერთ ადამიანზე ხო არ არის ლაპარაკი, ერთ ადამიანში შეუძლებელია პროექცირდეს მთელი ერთწლიანი პროტესტი, ხო? და არსებობს ათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღე აი ახლაც იქნება რუსთაველზე შეკრებილი. ეს არის ყველაზე მთავარი პოლიტიკური კრიზისი, ვერ იქნა გადალახული და მაშინ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, ლიდერებს იჭერენ, რა ვიცი, მწერლებს იჭერენ, ჟურნალისტებს იჭერენ, ყველას იჭერენ, რაც არის დიქტატურისათვის ასე რიგად დამახასიათებელი, ხო? მაშინ მიადგებიან ბოლოს მთავარ სუვერენს ხალხს. რომ მთელი სახალხო უფლებები იყოს აყრილი მათგან და ხალხი გამოთქვამს აი ამ პროტესტს და ადამიანები საზოგადოება გამოთქვამს ასეთ პროტესტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრნაირი ადამიანი იქნება, ბევრს განსხვავებული პოზიციები იქნება სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებითაც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის დიდი პოლიტიკური და პატრიოტული ელიტა, რომელიც ახლა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის და ეწინააღმდეგება ივანიშვილის ერთი საკითხი მინდა მოვასწრო, შესაძლებელია სულ მალე დაპირისპირების, არ ვიცი, ახალი ტალღა ეპიზოდი, მოდი ასე დავარქვათ, ვიხილოთ ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე. პაატა ბურჭულაძე, რომელიც საპატიმროში იმყოფება 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული და რომელსაც კომუნიკაცია აქვს აკრძალული გარესამყაროსთან, აკეთებს ასეთ განცხადებას, როგორც ჩანს უფლებადამცველი საშუალებით, რომ ის სამარცხვინოს უწოდებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეცოპერაცია, თუმცა აი პასუხისმგებლობის აღების ნაწილი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სწორედ აი ამ პროტესტის ორგანიზატორების მიმართ, ხო, მოთხოვნა პასუხისმგებლობის აღებისა, მეტი ინფორმაციის
მოწოდების განმარტებების გაკეთების სხვა ოპოზიციური ძალებისგანაც არაერთი მოგვისმენია. შესაძლებელია თუ არა ეს იყოს დაპირისპირების ახალი მიზეზი ოპოზიციურ ფლანგზე. და მე არ ვეთანხმები აზრს, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. ამავე დროს ბატონ პატამ, ბატონ მურთაზმა და იმ ადამიანებმა, ვინც იყვნენ ორგანიზატორები და ვინც გამოვიდნენ და ის მარტო ის ხუთეული არ არის, ხო, კიდე სხვა ადამიანებიც გამოდიან, ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას, ჩვენ ვართ პასუხისგებლები. ამაზე მე მგონია, რომ უნდა თქვან იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ის დასასრული, რომელიც ჰქონდა 4 ოქტომბრის გამოსვლას. ბრალდებლად მე ვერ გამოვდგები იმ პირობებში, როდესაც ამათ ყავთ მართლა ისეთი ბრალდებლები, რომელიც მათ სიმართლეს საერთოდ არ არად აქცევენ, ხო, დღევანდელი პროკურატურის სახით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ჩემი აზრით უმჯობესი იქნება თუ ეს ადამიანები ნათელს მოსფენენ იმ გარემოებებს, რომელიც არც ერთმა იქ შეკრებილმა ადამიანმა არ იცოდა. მაგალითად, მოწოდების შესახებ, რომ აი წავიდეთ ახლა პრეზიდენტის სასახლისკენ, მე პირადად არაფერი არ ვიცოდი და ვიდექი 30 მეტრში სულ, როდესაც გამოდიოდა ერთი, რომ წავიდეთ და ახლა დაპატიმრებულები უნდა იქნեն სხვადასხვა ადამიანები. ამის შესახებ დარწმუნებული ვარ, არავინ პრაქტიკულად არ იცოდა. აი, რაცოდა მან ვინც ეს განცხადება გააკეთა, ხო? ანუ არავინ როგორ არ იცოდა. ეს ამ ადამიანებმა უნდა თქვა. მესმის ბატონო გზა, ანუ ერთია რომ თქვენ არ იცოდით, მაგრამ ვინც ეს განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, გარკვეული წინაპირობა ჰქონდა და მე იქ არ მინახავს, რომ ვიღაცა ასულ იყოს სცენაზე ამ განცხადების საჯაროდ გაკეთების შემდეგ და ეთქვა, რომ ეს მოწოდება არ არის კორექტული და გარკვეულ რისკებს შეიცავს. ანუ წინააღმდეგობას არავის არ გაუწევია. სპეციფიკას, დრამატურგია და ის იმ ხალხის მიერ იყო ორგანიზებული, ხო? უბრალოდ თვით იმ ადამიანებმა, ვინც იყვნენ იქ შეკრებილები მოედანზე, ჩემი აზრით ირეაგირეს იმით ამ განცხადებაზე, რომ პრაქტიკულად 95% შეკრებილების დარჩა რუსთაველის გამზირზე და ძალიან მცირე ჯგუფი წავიდა მაშინ პრეზიდენტის თუმცა ესეც საკამარისი გახდა იმისთვის, რომ ორგანიზატორები ძალიან მძიმე ბრალდებით და არ მხოლოდ ორგანიზატორები, მონაწილეებიც ათეულობით ადამიანი დაეკავებინათ და დღეს ისინი საპატიმროში იმყოფებიან. რევოლუცია სინამდვილეში აი რასაც ქვია აი ძალადობა და გვინახავს აგერ ახალხანს პარიზის ქუჩებში სხვადასხვა დროს ხო ეს თირამ იქ არ იყო აქ შეიძლება იყო ჩარეული აი ეს პროვოკატორული ხელისუფლების რომლებზეც იყო საუბარი ხო გასვეთ გადაჭრილ იმეებზე და თვალნათლივ ნახეთ როგორ იყო გადახერხილი ეს ღობეები მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ანუ ესეც იყო გარკვეული სპეცოპერაცია რომელშიც ნებსით უნებლიეთ აქციის ორგანიზატორები გახდნენ ჩათრეულნი. სავსე შესაძლებელია რომ აი ესეთ პროვოკაციები იყო მოწყობილი. არ იქნა აღკვეთილი თქვათ რაღაცა მსვლელობა, როდესაც შეეძლოთ საერთოდ არ მიეშვათ ადამიანთა ის მცირე ჯგუფი. მოწოდება გაკეთდა. არა, არ მიეშვა თქო, პოლიციას ხო შეეძლო გადაეკეტა და არ მიეშვა ეს მცირე ჯგუფი და არ მომხდარიყო ასეთი პროვოკაციას აწყობდა ქართული ოცნება, მაშინ ეს მის გეგმებში შედიოდა. მათ გააკეთეს, ხო, ამ ორგანიზატორებმა გააკეთეს. ამიტომ საზოგადოება მე ვფიქრობ ელის იმას, რომ ისინი ნათელს მოფენენ ბევრ გარემოებას, რომელიც ჩვენთვის არ არის ცნობილი. რა უძღოდა წინ ამას, რაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ამ განცხადებებს? იყო საუბარი, რომ აი ვიღაცა მოატყუეს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხო იყვნენ ჩართული და მე ბოლო წამს უღალატეს ეს ჭორმართალი ახლა არის არეული ერთმანეთში არ იქნება პასუხისგებლობიანი საუბარი ჩემი მხრიდან იმიტომ რომ ამ სამზარეულოს შესახებ პირდაპირ გეტყვით რომ არაფერი არ ვიცი და არც იმ განცხადებების შესახებ რომელიც გაკეთდა აი დღეს ხო და ამიტომ ორგანიზატორებმა უნდა ისაუბრონ ამაზე თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მოვერიდებოდი ნამდვილად ახლა თავდასხმას და მით უმეტეს რაღაცა რუსეთის აგენტობის დაბრალებას იმ ადამიანებისთვის, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ყავს დატყვევებული და რომელთაც უკადის რაღაცა მრავალწლიან სასჯელს. მადლობა, ნუგზარ ციკლაუს კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი რეკლამის შემდეგ სალომე სამედაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი შემოგვერთდებიან. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ
ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რითაც პარტიის ლიდერებისთვის მილიონი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, რომ გასარჩივრდეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სწორედ ეს გადაწყვეტილება. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ ეს არის რეალურად ფორმალური ნაბიჯი იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში სადავოდ ყველა საშუალება ამოწურონ. სალომე სამედაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური მდივანი გვერდება. მოგესალმებით, ქალბატონო სალომე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ეს кейსი არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი ზოგადად ოპოზიციის მისამართით მიტანილი აი ამ სამართლებრივი პოლიტიკური შტურმისა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. მე მანამდე გადაცემის პირველ ნაწილში ზურაბ ჯაფარიძის პოსტის მოკლეშინა არსებყვებოდი, სადაც პოლიტიკოს აქვს მოლოდინი, რომ ისინი ვინც დაკავებულები არიან, შესაძლებელია რამდენიმე ცოტა ხანში, ანუ როდესაც ამოეწურებათ პირველი ბრალით წარდგენილი შავრით, უბრალოდ წარდგენილი პატიმრობის ვადა გამოუშვან ციხიდან, შემდეგ ისევ შეუქმნან საფრთხე დაპატიმრების და ამით რეალურად ორი არჩევანის წინაშე დატოვონ. ან დატოვონ ქვეყანა და ასე ვთქვათ, როგორც პოლიტიკოსები ანულირდნენ, ან ისევ საპატიმროში, ოღონდ ახლა უკვე რამდენიმე წლით გამოამწყვდიონ. თქვენ კონკრეტულად რა მოლოდინები გაქვთ ამ საქმიდან გამომდინარე? ხო, მადლობთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ მესამე ოფციაც არსებობს პოლიტიკოსებისთვის, კიდევ უფრო მძიმე, იმიტომ რომ იმ სისწრაფითაც ივანიშვილის ქვეყანაში აბსოლუტურ ანალოგიას პუტინის რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმეტრალება რუსეთში, მათ შორის ჩვენ გვინახავს კვლევობის გზით და სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ დღეს იქითკენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არსებობა ქვეყანაში არის არასასურველი მოვლენა და მე ძალიან მიცინება ხანდახან ირონიულად და სიმწარით, როდესაც უსმენ სხვადასხვა წარმომადგენლებს, არ ვიცი, რეჟიმთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც რაღაცაებს საუბრობენ იმაზე, რომ აი ხლა რაღაც აკრძალავს პარტიებს, ნიშვილი და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი შეიქმნას, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს ადამიანები ან რეალობას ვერ აღიქვამენ რა ხდება, არაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, იმიტომ რომ ვისაც ახლა მიაჩნია, რომ აი ამ ოპოზიციას რაც არსებობს, გადაუმლის ივანიშვილი, პარტიებს აკრძალავს, სამართლებრივი დევნილებით აიძულებს მათ, რომ ხეში ისხდნენ, ან ქვეყნიდან გაიქცნენ და ამ რაღაც ნიადაგზე რაიმე კვოტი ვიცი, ესეთი აღწევდება დემოკრატიული ოპოზიციის, ეს ხალხი უბრალოდ მე მგონი ილუზიების ტყვეობაშია და ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე. სიმართლე არის ძალიან მძიმე, ოღონდ სიმართლე უნდა იცოდეს ადამიანმა, როგორც საფრთხე. შენ უნდა იცოდე რეალურად რა გემუქრება, რომ მოძებნის სწორი გამავალი საფრთხე, რომლის წინაშე საქართველოს დგას, არის რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული სისტემის სრული განადგურება, მათ შორის ის დევნა სამართლებრივი, რომელიც ივანიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ, ტანდემში პარტიების აკრძალვასთან ერთად ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების ხსნელობა, ქვეყანაში დასრულდეს საბოლოოდ ამითი ყველანაირი საუბარი პოლიტიკურ პლურალიზმზე, საცხოვრებებზე, პოლიტიკურზე და მიდის აბსოლუტური ანალოგიის შექმნა რუსული პოლიტიკური სისტემის და მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს, მათ შორის ის რაც დღეს ოპოზიციასთან დაკავშირებით ხდება. ან თქვენ აბსოლუტურად გამორიცხავთ ვერსიას, რომლის თანახმადაც აი ახლა ოპოზიციონერი ლიდერების თავზე ასეთი სისხლის სამართლებრივი გავიგებოდი შეგეხტით. კი ბატონო, ეს პრობლემა გვაქვს დღეს. ქალბატონო სალომე, ახლა მაინც თუ გესმით, გამორიცხავთ გესმით ჩემი ხმა.
კი ბატონო, გამორიცხავთ ვერსიას, რომ პოლიტიკოსების არ ვიცი დაკავება თუ მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ქართულ ოცნებას დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდება? ისეთ რა არის ივანიშვილის რეჟიმი დღეს არის საერთაშორისო პერაია ესეთი ტერმინი არსებობს, ანუ ის არის აბსოლუტურ იზოლაციაში მოხვედრილი, ხო? იმიტომ რომ მე ხშირად მithქვა დღეს უნდა გავიმეორო, რომ აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბში აღარ არის, ხო? ივანიშვილის რეჟიმი ეს გასაგებია 2x2-4-ია, რომ ეს არის და ამასთან ერთად საქართველოს უკვე არის ფაქტიურად ამოშლილი იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც მიილტვიან თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს ნაწილი რო იყვნენ, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების მიღმა არსებობს კიდე სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სივრცე, მათ შორის ასეთი სივრცე არის მაგალითად ცენტრალური აზია და ჩვენ ცენტრალური ლიდერი, რომელიც იწვია პრეზიდენტ ტრამპი, ივანიშვილს არავინ არ ელაპარაკება. ანუ ივანიშვილის ლეგიტიმურობა დღეს არ აქვს აღიარებული არა დემოკრატიული ლეგიტიმურობა, არამედ ზოგადად ლეგიტიმურობა. და ეს რა თქმა უნდა მისთვის არის შემაწუხებელი. ჩვენ ვხედავთ ამას, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ, ასე ვთქვათ, რას ლაპარაკობენ და თან სხვადასხვა და ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ლაპარაკობენ, ერთ დღეს ამბობენ, რომ არ აინტერესებს საერთოდ ევროკავშირი, მეორე დღეს გამოდიან და იხვეწებიან, რომ რაღაცა გვაღიარეთ და დაგველაპარაკეთ. ივანიშვილისთვის არის დისკომფორტი ჩემი აზრით ის, რომ მას არ აღიარებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ოღონდ ერთი ნამიბა, რომ აი ეს გზა, რომელსაც ის და რაღაცა არ თავი მოიგიჟიანოს და კიდე უარეს გავაკეთეთ, უარ მაღიარებს და ხვალ არ ვიცი, ხვალ უკვე საქმეს კი არ აღძრავ, არ ვიცი, დახრეთ ეს მუხს აღვადგენ და დავხრიტავ ოპოზიციონერებს თუ რაც უფრო მეიჟეს აკეთებს, ივანიშვილი ამითი, ჩემი აზრით, მხოლოდ კუთხეში იმწყდება, არავის არანაირ мотивация, რომ რაიმეზე საუბარი შედგეს და თუ ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომ ვინმე მას დაელაპარაკოს, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, რომ მას დღეს არავინ არ ელაპარაკება. გარდა, ну, აი ესეთი ხალხისა, როგორც რაღაცა ფრდილოვანი შეთანხმებები გაუგებარ არაბ ინვესტორებთან გაურკვეველია რა პირობებზე გაურკვეველია საქართველოს სახელმწიფო რის ფასად უწდება ეს და ივანიშვილი ამაში რა ფულს შეავლობს, ამის იქით ივანიშვილს დღეს არაფერზე მისთვის ეს არის დისკომფორტი, ოღონდ არასწორად თუ ეს მისპორტია, ამაში მე ვარ და პირიქით ეს მხოლოდ გააღრმავებს მის შემდგომ იზოლაციას. კაპიტან სალომე, ისე გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, გაფართოვდეს აი ამ ბრალდებულ პოლიტიკოსთა წრე და ჩვენ აქ ვხედავთ ხომ ყველა პოლიტიკოსის მიმართ სხვადასხვა სახით არის ბრალი ფორმულირებული, ზოგს საბოტაჟში, ზოგს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან, ზოგს ეროვნული, ასე ვთქვათ, უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებაში. აი თქვენი გვარი ხშირად ისმოდა ხოლმე იმ კონტექსტში, რომ თქვენ დადიოდით ბრიუსელში, სტრასბურგში, არწმუნებდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აი მათ შორის ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო საუბარი. გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია თქვენი გვარიც მიემატოს აი ამ ჩამონათვალს? ხმა გაწყდა, მაგრამ დაახლოებით გავიგეთ თქვენი სულისკვეთება, თქვენი შეკითხვა. საინტერესო არის, სწორედ ამასთანაც ვიხსენებდი, რომ აი ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს ციხის კართან არის, თუმცა გაუგებარი არის, ასე ვთქვათ, რაღაც ეს ცალკე სერია ეს რაღაცა ვითომ კორუფციასთან ბრძოლის და სინამდვილეში და რაღაცა გადანაწილებების და ყარიბაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ძალიან აქტიურად მადანაშაულებდა მე პირადად, ასე ვთქვათ, გავს ენობაში და აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ძარცვავდა ძალიან დიდხანს, რასაც თქვენ დიდხანს ამბობდით და მათ შორის მისი პირადი პასუხისმგებლობაც იყო, როგორც პრემიერის კანდიდატის სტატუსი რო არ მივიღეთ პირველ ჯერზე, მაგრამ რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რომ დაუბრუნდე, ანუ ვის შეიძლება გაფართოვდება თუ არა შეიძლება რა დაბრალონ.
ჩვენ უნდა გვესწავლოთ, რომ ჩვენ ვართ ტოტალიტარული აბსურდის პირობებში, სადაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დააბრალოს ნებისმიერ რამ და არანაირი საფუძველი ამის სამართლებრივი საფუძველი არ ჭირდებათ და არ შეიძლება რომ ხდებოდეს, იმიტომ რომ სადაც აი რაღაც აბსურდი მოვისმინეთ, ხო რომ არ ვიცი, ბატრი ჯაფარიძე რაღაც ჟესტიკულაციით თურმე რაღაც ანიშნებდა. ანუ აბსურდია ხელისუფლება ყველასთან მიმართებაში, პოლიტიკოსებთან მიმართებაში, დემონსტრანტებთან მიმართებაში, მოქალაქეებთან მიმართებაში სამართლებრივი ჩარჩო აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძეს ძალიან უნდა რომ შექმნას რაღაცა ლეგალისტური თუ ავტოკრატია კი არის, მაგრამ ავტოკრატია, რომელიც რაღაც კანონის სულისკვეთებას მაინც თუნდაც ავტოკრატიული აბსურდული კვეთებას იცავს, ამას ვეღარ ახსენებენ. ესეთი ავტოკრატიის არსი, ხო რომ ის აბსურდული ხდება და ჩვენს ქვეყანაში აბსურდული ხდება ყოველ საათობრივად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაჩქარებული პროცესი, რომლითაც მიდის ავტოკრატიის დაღრმავების მცდელობა და აბსურდულობა ამ ავტოკრატიის ბუნების ასევე ძალიან სწრაფად იზრდება. ამიტომ ჩვენ შეიძლება მოველოდეთ ყველაფერს, ოღონდ ერთადერთი რასაც მე დარწმუნდებით ველოდები, რომ ეს აბსურდი დასრულდება კრახით, აუცილებლად მათი კრახით. უბრალოდ ამ პროცესში, რაც უფრო დაიწყებთ, საქართველოს უამრავ შესაძლებლობებს, დაკარგავს უამრავ სიკეთეს ქართველი ხალხი, რომელიც უკვე ჩვენი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა შანსი გვქონდა, რომ დღეს მოლდოვასთან წარმატებული ქვეყანა, კანდიდატი ქვეყანა, როგორც მოლდოვას მისცეს უზარმაზარი დახმარება გამოუყო ევროკავშირმა, რომელიც აბსოლუტურ ტრანსფორმაციას მოახდენს მოლდოვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გარემოსი, ჩვენ ყველაფერი იგივე შესაძლებლობები გვქონდა და ამის ნაცვლად ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, რომ კანონი არ არსებობს, არაბებს თუ ასე ვთქვათ, უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობთ? ხალბატონ საუბრო, თუ ვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობთ, ანუ უფრო მეტად ისეთი სიგნალები მოდის დასავლეთიდან, რომ ეს შეიძლება პირველ ეტაპზე მაინც შეეხობს ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან არ ვიცი დაახლოებულ პირებს. მე იმედი მაქვს ესე იქნება, ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, ანუ უახლოეს მომავალში თუ რაღაც პოლიტიკური ასე ვთქვათ გარღვევა არ მოხდა, მოლოდინი იმით, რომ საქართველოს დიდხანს და კიდე რამდენიმე წელიწადი შეძლებს, რომ გაძლოს აი ამ ვითარებაში, როდესაც მას ფაქტიურად ესეთი გამოთქმა როა, რომ არც მიწისაა და არც ცისაა, აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. იმიტომ რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გვითხრეს, რომ თქვენ უბრალოდ ქვიათ კანდიდატი ქვეყანა, ამ დროს დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ გაფართოების ტალღა უნდათ რომ დახურონ დროულად. ჩვენ საერთოდ ამის მიღმა ვრჩებით, ყავს ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმურობას კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიული კი არა, არადემოკრატიულ კონტექსტში კი არ აღიარებს არავინ. ყავს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად გაუმკვირვალე ბიზნეს და ეკონომიკის საქმიანობისთვის ქმნის ქვეყანაში პირობებს, როგორც რუსეთის დასახმარებლად, გაურკვეველი წარმომავლობის კიდე რაღაცა არაბული ინვესტიციები შემოაქვს და კიდე რაღაცა გაურკვეველი ასე ვთქვათ, რაღაც პროექტების განხორციელებით არის დაკავებული, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს საფრთხე მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ესეთ პირობებში რო ცხოვრობს ქვეყანა, რომელიც მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუციები აქვს მოშლილი აბსოლუტურად. მთავრობა, რომელიც თვითონ აღიარებს, რომ მისივე მინისტრი, მისი ორჯერ პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდამსხმელი და რა ვიცი მე უშიშროების სამსახურის უფროსი და ყველა თურმე წარმოუდგენელ კორუფციაში იყო ჩაფლული. აი მე თქვენ გეკითხებ, როგორ შეიძლება რომ ესეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს შეინარჩუნოთ რაიმე სიკეთე. თუნდაც ისეთი, როგორიც არის უვიზო მოსვლის შესაძლებლობა. კარგია, რომ დღეს არ გვართმევენ ამ შესაძლებლობას და მათ შორის ამაზე იქონია ზეგავლენა იმან, რომ ჩვენს ძალიან გასაგებად ავხსენით, რომ ხალხი არ უნდა იქნეს და მაგრამ არ უნდა მოვატყუოთ ადამიანები, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე გარდაუვალი არ იქნება, დაკარგვა ყველა სიკეთე, რაც ჩვენ დღემდე გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ ეს არის ესეთი რეალობა, რომელიც მათ შორის
გამოწვეული, რომ გარკვეული სტანდარტები არსებობს, გარკვეული წესები არსებობს და არ შეიძლება რომ ქვეყანა რომ ამოქცეულია უბრალოდ ინსტიტუციები მას კონდეს იმედი რომ დელვადიანად რაიმე სიკეთე შეინარჩუნებს რაც დღემდე კი ბატონო მადლობა სალომე სამადაშვილს ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური მდივანი გვერდთვებოდა გადაცემაში პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი შემოგვიერთდა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის აი ეს ბოლოს საქმე რომელიც აღძრულია 8 პოლიტიკური ლიდერის მიმართ ისე გამახსენდა თქვენი გამონათქვამი ნარებზე წამოწოლილ პოლიტიკოსებთან მიმართებაში როდესაც იყო საუბარი იმაზე რომ ვინ უფრო რთული ბედის ქვეშ აღმოჩნდა გახარია რომელმაც შეძლოდა გააღწია გაასწრო ასე ვთქვათ ქვეყნიდან სამართლებრივ პასუხისმგებლობას თუ ის ადამიანები ვინც არ დაემორჩილნენ კანონს და რამდენიმე თვით აღმოჩნდნენ საპატიმროში. ახლა ისე ვითარდება მოვლენები, რომ ეს რამდენიმე თვიანი პატიმრობა შესაძლებელია რამდენიმე წლითაც გაუხანგრძლივდეთ. ისევ რჩებით თქვენს აზრზე, რომ ნარებზე წამოკოტრიალება და იქიდან საუბარი შესაძლებელია უფრო მარტივი იყოს. ძალიან კარგი კითხვა, დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პოლიტიკა პროცესია. და ისაც ხდებოდა არჩევნებამდე ადგილობრივ არჩევნებამდე სუცხოთის წესრიგი ჰქონდა ქართულოსებას რაც აქ ახლა დასარჩევნები ადგილობრივ არჩევნების შემდეგ მან გაიმყარა ხელისუფლება უკვე ყოველგვარი მასშტაბური გაყიდვების გარეშე მას ეჩუქა ოპოზიციიდან ძალაუფლება ასეთი მოწმენდილი პოლიტიკური სივრცე არ ყოფილა არასდროს საქართველოში ადგილობრივ დონეზე პარლამენტის დონეზე ყველგან სიცოცხლეა ყველგან ერთპარტიული მმართველობა ამ ფონზე ხო რომ ხო მაშინ სადა რაშია ლოგიკა მაშინ რატომ იყენებს ბრძოლის ასეთ მეთოდებს ოპოზიციის უხეშ ბრუტალურს ხო ამიტომ ქვია და თქვენთან საერთოდ გადაცემაში მithქვია რომ მას შემდეგ რაც დასრულდება არჩევნები როგორც საქართველოსებას უნდა მე დაიწყებს ლეგიტიმაციაზე ზრუნვას მას ლეგიტიმაციისთვის მე ლეგიტიმაცია მეორე ხარისხოვანია სამკაულია პირველ ხარისხოვანია ძალაუფლების შენარჩუნება როგორც კი შეინარჩუნებს ძალაუფლებას ის დაიწყებს ლეგიტიმაციაზე ზრუნვას ეხლა მიმდინარეობს ჯერჯერობით ჩვენ ნახეთ რომ ასეთი პარტია აკრძალული არ არის ლაპარაკია სასამართლო იწყება ყველგან ეხლა ისე ის ხალხია ვინც არჩევნების წინ ამიტომ ჩემი პოზიცია ჩემი სასარგებლო არგუმენტი არის ის რომ არჩევნების წინ გამოუშვეს ციხიდან ვინ ლელოს ხალხი რომ არჩევნებში მონაწილეობდნენ ეხლა უპირებენ უკან შეაბრუნონ ციხეში ხო იმიტომ რომ არ მგონია ესენი უკან შეაბრუნონ ციხეში მაგრამ თუ არ გონია და გირაოც არ არის პატარა არა თავისუფლების სანაცვლოდ ანუ ის რომ გირაოს გადაიხდიან ესე ციხის ნაწილია და თანაც იარლიყი რომელიც შესაძლებელია ხან ხო თქო ქართულობა მანიპულირებს ამორალურად მანიპულირებს ამორალურად ადამიანის თავისუფლებებით ადამიანის ჯანმრთელობით ასე შემდეგ მისი მთავარი ამოცანა დღესაც აკეთებს ლუკაშენკო აი გუშინ სწორედ ამერიკა მოუხსნა ბელორუსიას სერიოზული სანქცია ბელავიას შეუძლია იფრინოს უკვე ამერიკაში არა ანუ რაღაც არ იქნება ამერიკის სანქციების ქვეშ რა გააკეთა ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა რა გააკეთა მანამდე ამერიკა თქვენ ფიქრობთ რომ სავაჭრო ასე ვთქვათ ცალსახად სავაჭროთა ბერკეტია ოპოზიციონერ ლიდერების დაკავება ან მათზე ჩამოკიდებული სასამართლო ამორალური პროცესი ადამიანების თავისუფლებით ადამიანის ღირსების ღირსება ნაკლებად ელახება თავისუფლება და ჯანმრთელობა ნამდვილად ელახება და უნდა დასავლეთისგან ამ ეტაპზე ქართულ ოცნებას რომელიც ამბობს რომ ფონ დერ ლაიენმა როდის შეწყდა მასობრივი სასტიკი დეცა ქვია ეს პრაქტიკულად ცემა ქუჩებში ჩვენ არ გვახსოვს როგორც კი დაურეკა მაკრონმა ივანიშვილს დაურეკა თუ არა მეორე დღეს შეწყდა აი ნახეთ ელემენტ ზანიულია ამის შემოწმება ანუ ხო მას გააპიარეს თლიანად რომ მაკრონმა დაურეკა ივანიშვილს ილაპარაკეს შეთანხმდნენ მეორე საუბარზე მეორე საუბარი აღარ შემდგარა უკვე ანუ მე მგონი რომ ფონ დერ ლაიენმა ან იგივე ტრამპმა ანუ ისე რომ ესენი ვისაც ჩათვლიან ესენი არაფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვინაა ანუ აი ესეთმა მაღალი დონის ფიგურამ რომელიც ეთქვის რომ ისინი შეშფოთებულები არიან ქვია საქართველოს მიმდინარე პროცესებით და სურვილი აქვს რომ ეს შეწყდეს ყველაფერი ესა მათთვის მიუღებელია პატიმრობა და გარკვეულწილად როგორც ტრამპმა პირდაპირ თხოვა ტრამპმა ლუკაშენკოს რომ რა თქმა უნდა ამდენი პატიმარი რაში გჭირდება ამდენი პატიმარი გამოუშვი მაგრამ მე მგონი რომ ამისთვის ამზადებენ ამ პროცედურას სავაჭროდ იმიტომ რომ საკმარისად ბევრი პატიმრები ყავთ განსაკუთრებით ახალგაზრდები რომ ჩვენ ვისაუბროთ პირველ რიგში მე ეს ახალგაზრდები მადარდებს უფრო მეტად გულახდეთ რო გითხრათ იმიტომ რომ პოლიტიკოსები ხოჩერს აი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს რომ ის შეგუებულია ამ
ამბებს და თუ დავუშვათ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, რომ მას არ ვიცი დეკემბერში თუ იანვარში ეწურება პირველი პატიმრობის ვადა გამოუშვებენ, ის არსაწესლოს არაპირებს, ის დარჩება და ასე ვთქვათ შეეგუება მრავალწლიან პატიმრობასაც და ხოჭეს აქვე ამბობს რომ ერთადერთი რაცო აქ ციხეშიო მაღიზიანებსო როცა დიქტატურას ან დიქტატურის შედეგად შექმნილ უპერსპექტივობას გაქცეული ადამიანი აქ დარჩენილებს ასწავლის როგორ უნდა დიქტატურასთან ბრძოლა და ამტკიცებს რომ ის იქ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე თუნდაც რუსთაველის ერთი რიგითი დემონსტრანტი. როგორც წესი ზურას პრაქტიკულად არაფერში არ ვეთანხმები, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პოზიციას. გახარიას გულისხმობს არა? არ ვიცი არა გულისხმობს ყველას ალბათ ვინც უცხოეთშია წასული არ ვიცი მაგრამ გახარიაზე ბოლომდე არ მიპასუხია თუ გრები გიპასუხო გახარია უცხოეთიდან უფრო მართავს პარტიას და მე ამაში დავრწმუნდი მთელი ოქტომბრის და მთელი სექტემბრის განმავლობაში ვიდრე ეს ადამიანები ციხიდან ისევ და ისევ ამათ ღირსება არ აკლდებათო ციხეში არიან მაგრამ უცხოეთში რო ყოფილიყვნენ ეს პერიოდი უფრო ეფექტურად იმუშავებდა გახარია მუშაობ ჩემი ღმერთმენი რაც მე ვნახე ჩემი თვალით გახარია ყოველდღიურად მართავდა პარტიას ყოველდღიურად და ეხლა მე არ ვიცი მე რა ხდება 4 ოქტომბრის შემდეგ მაგრამ ეს არის კითხვა ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე და ეს ადამიანები რომელიც ციხეში წავიდნენ მაშინ როცა შეელოდ უცხოეთში წასულიყვნენ პირადად მე მიმაჩნია რომ კრიტიკულ სიტუაციებში ჯობია უცხოეთში წასვლა გადასახლებას კი არ ნიშნავს უცხოეთში წასვლა ნიშნავს იმას რომ გადაარჩინო რაღაც სიტუაცია მით თუ არჩევნების წინ როცა გახარია პარტია არა თავი გადაარჩინა როცა გახარიას პარტია არჩევნებზე მიდიოდა, მაშინ ჯობდა არჩევნები ყოფილიყო მართული. მართული ყოფილიყო, პარტია ყოფილიყო მართული. თუმცა არჩევნების შედეგები არის სავალალო და ამას თვითონაც აღიარებენ. არა, სავალალო ბოიკოტი იყო. არ მინდა რომ ეთერი მთლიანად ხა გახარიას პარტიას და მათთან დაკავშირებულ. ეს არჩევნების შედეგი სავალალო იყო, ეს არ არის მხოლოდ ლელოს წინააღმდეგ და გახარიას წინააღმდეგ. ბოიკოტი იყო, ბოიკოტა მოიტანა სავალალო შედეგი საქართველოსთვის და რა რომ პარტია. აი ამ ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის ხოლმე ბრალდებები რომ ის რომ გახარიას გვარი, აი მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმის პოლიტიკოსების ნუსხაში არ მოხდა, ნიშნავს იმას, რომ მან არჩევნებში მონაწილეობით პარლამენტში შესვლით რეალურად თავი გადაირჩინა. არ მახსოვს ვინ, მაგრამ ერთ-ერთმა სტუმარმა ჩემთან ეთერში ვერსიაც გამოთქვა, რომ შესაძლებელია მან მიიღოს საქართველოში დაბრუნების, ასე ვთქვათ, უფლებაც კი ან ინდულგენცია. ბატონო მიიღოს, ანუ დაბრუნდეს ამ ყველაფრის შემდეგ ის დაბრუნდა. აი ამ მოსუფთავებულ ველზე დაბრუნდეს როგორც შევთანხმდეთ ქართულ ოცნება ან ანგელოზი. ლამის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი. ხო, რაღაცა შევთანხმდეთ ქართულ ოცნება ან ყველაფერში მართალია და მასაც აკეთებს გჯერა. ან არ გჯერა და манипуლირებს. ეს манипуляტორი. ეხლა მშვენიერი მაგალითია სწორედ ამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო შეყვანაზე. ამიტომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იდეალური პოლიტიკოსი არავინ არაა, მაგრამ პოლიტიკოსი რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და პოლიტიკოსი პარტია მიყავს არჩევნებში, პირდად ჩემთვის ყოველთვის უფრო წინიდგება ვიდრე პოლიტიკოსი რომელიც არჩევნებში არ მიდის. პოლიტიკა არჩევნების გარეშე არ კეთდება და არჩევნებში რაც უნდა წააგო არჩევნები და სავალალო იყოს თქვენ სტუარ გამოვიყენო რა სავალალო შედეგი ვერ დადგებოდა რომ ამათ მონაწილეობა არ მიეღოთ ანუ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია შესვლა და ნახვა რამდენი კაცი მოვიდა რამდენი იყო შაშანთან შედარებით როგორ შეიძლება ავაგოთ ჩემი პოლიტიკური ხედვა თორემ მე როგორც 4 ოქტომბერს დასრულდა არჩევნები და 5 ოქტომბრიდან მე ერთად კონტაქტები არ მაქვს გახარიას პარტიასთან და საერთოდ არ ვიცი რა ხდება იქ პარლამენტში შევიდნენ ისე ხო მაგრამ აი როგორც პოლიტოლოგს გაქვთ შესაძლებლობა ბუნებრივია თვალი ადევნოთ მათ შემდგომ ნაბიჯებსა და ჩემთვის მაგალითად ყველა ჰიპოთეზა წამოვიდგოთ ყველა პარტიას უარეთ არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო მათო ადგილ არჩევნებზე მე მათ ხარეს ვდგებოდი ჩემთვის არჩევნებს აქვს მნიშვნელობა და რა იმას თუ ვინ მონაწილეობს არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა რადგან ახსენეთ ახლა ნაციონალური მოძრაობა აქტიურობს იმ თვალსაზრისით რომ აი მოდი დავივიწყოთ ყველა წენა რაღაცა უთანხმოება და ეხლა მხოლოდ ერთობა არის ამ კრიტიკულ ვითარებაში რა ვიცი თუნდაც თავის გადარჩენის ან პროტესტის გადარჩენის ერთადერთი საშუალება გაახსენ და თავის გადარჩენა იყო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მაგრამ და წენაზე ლაპარაკია პოლიტიკაში წენა არის სისულელე და რაღაც სასაცილო წენაზე კი ლაპარაკია შემდეგ ანუ იგულისხმება თუნდაც ლელო არ მე არ მიხსენები ესა მე ლაპარაკობ ნაციონალურ მოძრაობათა იმაზე ესა შემდეგი არჩევნები რომ მოვა როცა იქნება ვადამდელი თუ დროული მორიგი კონსტიტუცია დადგენილი არა არ უნდა შეახსენოს პარტიებმა რომელიც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში პარტიების ამორჩევლებს რომელიც არ მიიღეს არჩევნებში ეს პარტიები გადამგდებები
არიან ხალხო ამ პარტიამ 24 წელს მოგატყუათ ხმა მიეცით და ჩვენ შეგვიშალა ხელი და ჩვენი ბრალიას მათი ბრალი არა არჩევით არჩევნებში და ადგილობრივზე საერთოდ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა როგორ ეს არ უნდა გაახსენოს პარტიამ როცა შემდეგ არჩევნებზე სწავლენ დაივიწყეს თვითონ არაფერი არ მოხდა რა 24 წელი არ არსებობს 25 წელი არ არსებობს ეს შეურაცხყოფა ლანძღვაგინება მოღალატეობა რაღაცები არ არსებობს ეს ყველაფერი ეს ამის დავიწყება არ შეიძლება აუცილებლად შეახსენოს შემდეგ არჩევნებს რომ აი ამ პარტიებს არ უნდა ენდოთ ამათ მომამრჩევლებო თორე ესენი გადაგაგდებენ მესამე და მეოთხე მეხუთე ყოველთვის გადაგაგდებენ თორე მათ თქვენი აზრი არ აინტერესებს მათ აინტერესებს როგორ ჩანან დასავლეთში როგორ არიან როგორ კარგად ხვდებიან მათ ლონდონში პარიზში ვენაში და ჩხოროწყუში უკაცრავად და იმაში რა ქვია თელავში მათ არ უნდა საკითხები გადაწყვეტა ამიტომ ეს უნდა შეახსენონ აუცილებლად და ამიტომ ის დავიწყება არ შეიძლება ანუ ესე იგი თქვენი აზრით ახლა რაიმე გარკვეული ტიპის ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი არის აბსურდი. ერთობა საერთოდ ყველა დიდი აბსურდია ქართულ ენაში, რაც პოლიტიკურ ენაში, რაც 30 წელია მეხსნის. შემდგომ კოორდინაცია, ამის შვენიერი მაგალითი იყო ლელოსა და გახარიას შორის მოკლე ვადიანი 4 ოქტომბრამდე ხელმოწერილი მემორანდუმი. გაშვებულია ხელიდან ეს შესაძლებლობა. გაშვებული, მათ არ დაუსვეს ერთმანეთს, რა რომ მემორანდუმი შეასრულეს. ეს არის შვენიერი მაგალითი, უნიკალური, თითქმის გამონაკლისი მაგალითი ქართულ ისტორიაში, უახლოეს ისტორიაში, როცა ორი პარტია, კონკურენტი პარტია, რომელშიც ერთმანეთში იყო პრობლემები და ეს პრობლემა არ აღმოფხვრილა, იმიტომ რომ ითქვა მე ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე მათ ხელი მოაწერეს, ქვია, მემორანდუმს და შეასრულეს ეს მემორანდუმი. მე რა ხდება არ ვიცი უკვე, მაგრამ აშკარა რომ 4 ოქტომბრამდე ისინი პირადად ასრულებდნენ ამ მემორანდუმს, თუმცა არ იყო იოლი მithყოდი ამას, იმიტომ რომ მე შიგით ვიყავი და ხედავდი ამას ყველაფერს. მაგრამ სირთულეები რასთან დაკავშირებული იყო ძირითადი სირთულეები, ანუ ვერ თანხმდებოდნენ ალბათ დიდი ალბათობით ვერ თანხმდებოდნენ ასე ვთქვათ. თბილისში მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის არ ხდება პროექტირება ადგილებზე. სხვა მომენტებია იქ პირადი წყენებია რა. კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ძირითადი უთანხმოება, ანუ უჭირდათ მაგალითად ლელოს კანდიდატისთვის გახარიას მხარდამჭერებს ხმის მიცემა და პირიქით, აბა. მუშაობის დროს იმ უბანში ვინ მოდის, აქ როგორ მოდის, ეს ვისი უბანია, ეს ვისი უბანია, უამრავი რაღაცები იყო, რაც ადგილზე უბრალოდ თულად გასაკეთებელია. მიუხედავად ამისა, ყველა პირადად ასრულებს ამას. ხო, მაგრამ ამ შექმნილ ვითარებაში ჩვენ ხომ ესე ვიწროთ ლელოს, ვიწროთ გახარიას ამ მომრჩეველზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ოპოზიციურ რად განწყობილ ამ მომრჩეველზე, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებებით არის უკმაყოფილო და დღეს კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება ოპოზიციური ფლანგიდან. ანუ ამაზე ვსაუბრობთ, აი მაგალითად არ ვიცი, თუ კი ვინმეს აქვს კონკრეტული განაცხადი გაკეთებული, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა არის გედევან ფოფხაძე, რამდენიმე კაციან ჯგუფთან ერთად, ვინც კონკრეტული მოთხოვნებით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს და ისიც საუბრობს, რომ არის გარკვეული სოლიდარობის დეფიციტი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით არ არსებობს სოლიდარობის ჯგუფი და ხედავს საფრთხეს იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთსაც კი ვეღარ მოვუვლით ამ სიტყვას იყენებს. მესმის, მაგრამ მე პატივს გედევანს მიწრობ და შემთხვევით ძალიან საპატივცემ ადამიანია, ეს ღირსეული ნაბიჯი არის საკეთ, მაგრამ შიმშილობით არ შეიძლება დიალოგში შესვლა უკაცრავად რა. შიმშილობა შეიძლება შენი პირადი გადაწყვეტილება იყოს. ეს არის ღირსეული ნაბიჯი, ხშირად არ მეთანხმები შიმშილობას, არ მიმაჩნია სწორ ფორმად, მაგრამ ვისაც მიმაჩნია გაუმარჯოს. პრობლემა რა. მაგრამ შენი შიმშილობით სხვა რომელიც არ შიმშილობს. დაავალდებულო, რომ შემოგიერთეს შენი შიმშილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეს ცოტა უხერხემლოა. მე როგორც შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონი უფრო სოლიდარობის ქმედით გამოხატვაზეა საუბარი, ანუ საუბარია სოლიდარობის ჯგუფზე, რომლებიც თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაანაცვლებს ერთმანეთს და იმორიგებებს მოშიმშილეთა ჯგუფთან ერთად. ხო, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ ისევ და ისევ ვინც ამას არ აკეთებს, ესე იგი მას თავის არგუმენტი გააჩნია. ეხლა არ შეიძლება უკარნახო სხვას შენი პირობები, შენ იწყებ ისე რომ სხვას არ უთანხმებ რაღაცას. სიტყვაზე, აი, რო შევთანხმებ 15 კაცი შეთანხმდა, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ შიმშილობას. აი, ირლანდიაში მოხდა დამძიმე მარგარეტ ტეჩერის დროს. დაიწყეს მოშიმშილებმა, შიმშილი და იცოდნენ, როგორც კი ერთი მოკვდებოდა, შემდეგ იწყებდა შიმშილს. და დაიღუპა 15-17 ადამიანი, აღარ მახსოვს უტა და არ გატყდა მარგარეტ ტეჩერი.
არ დაუთმო არაფერი, მიუხედავად მაინც გაიტანა თავისი. მოშიფშილებს მოუწიათ უარი თქვათ შიფშილობაზე. უამრავი ადამიანი დაიღუპა შიფშილობით, მაგრამ არ დაუთმო. ჯერ შეწყვიტეთ და მე ვილაპარაკოთ, იყო ესეთი ეხლა რატომ გაგახსენდათ ეს ამბავი? იმიტომ რატო უამრავი ადამიანი შეთანხმდა რომ შენ რომ მოკვდები, მე დავდგები შენ შემდეგ. შეუტახდა ფოფხაძე რომ მე ხა შიფშილობას ვიწყებ და მე მოდით მე ამადან პერიოდში 5 დღის შემდეგ, 6 დღის შემდეგ შენ მიერთდები, ხდება რაღაც სოლიდარობა, რაღაც ჯგუფები. წინასწარ უნდა ყო მომზადებული. მე შიფშილობა დავიწყე, არავის არ შეუთანხმე და ეხლა შენ მოდი შენ და მოდაკია გაიზიარე ჩემი მდგომარეობა, მე არ ამგონია სწორი იყოს. უნდა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ეს რაღაცები. კი ბატონო. მაგრამ შეიძლება ერთობაზე დიდი სისულელი არაფერი არა პოლიტიკაში. კოორდინაციას არ კოორდინაციას კოორდინაცია დავარქოთ. კოორდინაცია რაში? ხო, მაგრამ რაში? ყოველ დროში გაწერილი, მაგრამ გარკვეული ტიპის ერთობა არის ეს კოორდინაციაც. ახლა ჩვენ თუ მაინც და მეც გვაქვს ასოციაცია იმასთან, რომ ერთ პარტიაში უნდა გაერთიანდნენ ეს ადამიანები, ერთი საარჩევნო ნომერი უნდა აიღონ, ჯერ ზოგადად არჩევნების პერსპექტივაც არსად ჩანს ბოლო პერიოდში. და უფრო მეტი დამაჯერებლობით იმეორებს ქართული ოცნება რომ 2028 წლამდე არც არაფერი არ იქნება ამ მიმართულებით, ამიტომ აი კოორდინაციაც კი ძალიან რთულად წარმოსადგენია ასეთ ვითარებაში, ამიტომ მოვიყვანე მაგალითად მე კონკრეტულად ფოფხაძის მაგალითი. კოორდინაცია მე მგონია უცებ და ამიტომ მოგიყვანეთ მაგალითად კოორდინაციის ვარიანტი, როგორც იყო ლელოსა და გახარიას შორის. კოორდინაციის ერთ-ერთი ნიმუში იყო, რომელიც ახლა ხანს მოხდა, არა 10 წელს უკან, არა მე ხანს. მაგრამ იყო ძალიან მოკლევადიანი, იმიტომ რომ ნახეთ მათი გზები გაიყო, ანუ ერთი შევიდა პარლამენტში და მეორე შევიდოდა თორე ჯაფარიძემ გარკვეულწილად სინარული გამოთქვა რომ შეცდომა დაუშვეს, როცა არ შევიდნენ პარლამენტში. მეგონი იყოს რაღაც არა ჯაფარიძემ. ხო, ესე გამოკვეთილად არ მომისმინეთ, თქვენ ასე გაიგეთ. ხო, შეიძლება ვწდები, უკაცრავად უწდები. მაშინ მივიღებ შენიშვნას აუცილებლად, მაგრამ ხო, კარგი იქნება თუ ამაზე უფრო ხმამაღლა ისაუბრებენ, ანუ შეცდომებლიე შეცდომა ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, რაღაცნაირად წენეხი მოახდინეს მათზე რომ სიები ჩაეხსნათ, რატომ ვერ შეძლო გახარიამ საპირისპიროში დაერწმუნებინა. შეცდომის აღიარება ძალიან დიდი ღირსებაა. მე ჯერ არ გამიგია არასდროს ნაციონალური მოძრაობისაგან რომ გირგულიანის გამო ან გამცემლიძის გამო არა ან კობა დავითაშვილის გამო რაღაცა სინანული გამოეთქვა და ეღიარებინოთ რომ აქ იყო დაშვებული ძალიან დიდი შეცდომები და შემდეგ კაცი ხალხი მოკვდა ბოლოს, მაგრამ არ ყოფილა არა, ამიტომ გახარიას მიერ აღიარებული შეცდომა თავიანთი ნაბიჯი ეს არის ძალიან დიდი ღირსების მატარებელი, როგორც ლელომ თუ როგორც მე გავიგე, ისე გააკეთა ყოჩახ, იმიტომ რომ ძამშოლოვანია თავის ამორჩეველზე იმუშაოს. დადგა დრო, გამოვიდნენ ფანჩატურებიდან, დაიწყოს ლაპარაკი თავის ხალხთან. კალაძე რო კალაძეა, მანაც კი დანიშნა ესა რა ქვია, ხალხთან მიღების დღეები. ამდენი წლის შემდეგ გამხანი მერეა. ეხლა იმიტომ რომ მიხვდა, რომ ხალხზე უფრო სანდო არავინ არ აყავს, არც კობახიძე, არც ივანიშვილი, არც პეტრიაშვილი, მხოლოდ ხალხი, ამიტომ თავის ამორჩეველზე როგორც იქნა გავიდა კალაძეც. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაინახა გახარიამაც, ეს დაინახა ლელომაც. ისინი ხედავენ თავის ამორჩეველს, ამას ხედავს გირჩის ხოთა შორის, ამას ხედავს ალტინფოს ხოთა შორის. ისინი თავის ამორჩეველზე მუშაობენ, რაღაც 5%, რაღაც 9%-ია, მილიონჯერ მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე რასი ფიქრებს მასზე ნაციონალური მოძრაობა. თუ კი ვინმეს მიმართ, როგორც პოლიტიკური, არ ვიცი, ფიგურის მიმართ ქონდა საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატი ამომრჩეველს. ანუ ისევ და ისევ ამ შემთხვევაში გარკვეულ ასე ვთქვათ საზომერთეულად, იმიტომ რომ არ გვაქვს ასეთი კვლევები სანდოობით ხო ჩემთვის მაინც მოდი ასეთ ვთქვათ საზომი ერთეული იქნება ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში გამართული მრავალათასიანი აქციები ერთადერთი ვისაც ისინი აქციის მონაწილეები საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას აძლევდა ეს იყო სალომე ზურაბიშვილი ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ ხო დღეს უკვე 10 ნოემბერია რამდენად გაამართლა ეს მოლოდინები სალომე ზურაბიშვილმა ჩემთან არ გაამართლა სამწუხაროდ, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ მას სხვები არის ბევრი ადამიანი, მისცემთ გაამართლა მე დიდ პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჯერ კიდე ამყარებენ სალომე ზურაბიშვილზე იმედს. ის რომ მან ის ვერ მიხვდა ადგილობრივ არჩევნებს
არა და სააკაშვილოს კეთილიყრიდა არჩევნებთან მე და მაშინ ძალიან სულსხონარი აზრი ჰქონდა რატომ უნდა მიიღონ აუცილებლად ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა არჩევნებში ადგილ არჩევნებში და დასინა და პრაქტიკულად ასევე რუსულ იმად გამოაცხადა სპეცოპერაცია თუ კონსტიტუცია დადგენილი არჩევნები ამაში მე ძალიან გული დამწყდა რომ ასეთი დონის პოლიტიკოსი ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს მე ესე მგონია ამიტომ ვერთა გაუმარჯოს გამიხარდება თუ სალომე ზურაბიშვილი ხელახლა მოიპოვებს ხალხის ნდობას მე მგონი ამის მცდელობა აქვს ანუ გააქტიურების იმიტომ რომ ეხლა ჩამიგდეს ლინკი სადაც პარასკევს მას Facebook Live-ი ექნება და ასე ვთქვათ აძლევს შესაძლებლობას ყველა დაინტერესებულ პირს პირდაპირ ეთერში მას დაუსვან შეკითხვა ანუ არის თუ არა ეს გარკვეული სამზადისი უფრო დიდი პოლიტიკური განაცხადისთვის ასეთ განცდას თქვენ პოლიტოლოგი ხართ ახლა უნდა ხდებოდეთ ჩვენზე ადრე რას აპირებს კონკრეტული ადამიანი როგორც ხელა გაუშვა თბილისის მერობა და ეს დაიტოვა ჰიპოთეტური პრეზიდენტობა რაც თავისთავად ეკუთვნის მას ასე ეძახდნენ და თავისთავად ასე ეძახდეს მაგრამ ვიდრე სად რომ რეალური მერი ხელ ქალაქის აი მე და ერთ ადამიანმა ქუთაისში სამი ვიყავით ოცნების კანდიდატი იყო და ორი ვიყავით ოპოზიციიდან ხო ორ ადამიანმა მე თბილისიდან ჩასული ვიყავი ხო მოგეხსენებათ რომ ბევრი ქუთაისელი ბედნიერი არ იქნებოდა რაღაც თბილისელი გამოუშვეს ხო მიხვდით ამისა ორ ადამიანმა ჯამში 15% ავიღეთ ჩვენ რო 4 ყოფილიყავით აი ჩემნერი რეგვენები თუნდაც არა ქუთაისელი თუმცა არა ქუთაისელი ხურობას ქუთაისში ძალიან დიდ მნიშვნელობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც 4-ვე ყოფილიყავით არა ქუთაისელი ჩვენ მეორე ტურში გავიდოდით მეორე ტურს შევქმნით წაგვეგო საბოლოო ჯამში მაგრამ მეორე ტური სულ მომეტია სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა უნიკალური შანსი გასულიყო მეორე ტურში და შემდეგ გაემარჯვებინა ქალაქში როცა პოლიტოლოგი გეუბნებით როცა პოლიტიკოსი ერთი თვით ადრე ამას ვერ ხედავს რა დაინახა ამისთანა უსაშველო ერთი თვით შემდეგ აი ეს ჩემთვის ჯერ კიდევ უცნაური, ამიტომ მე მაინც ეჭვს თვალით უყურებ მის ამ რამდენჯერ დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა რომ სულ მალე რაღაცა იქნება. მე ციტატებს ვაგროვებ, იმიტომ პოლიტოლოგი ვარ, მართლა და მჭირდება ლექციებზე და ასე შემდეგ და უცხოელთან თურთმებით, ხო? ერთი 4-ჯერ 5-ჯერ მაინც და შემდეგ გამოგიგზავნოთ ესა და მას აქვს ნათქვამი, რომ სულ მალე ცვლილებები დადგება. არ და მახსოვს რამდენიმე ასეთი მისი განაცხადი მახსოვს კი ბატონო მაშინ მკითხულობდით კიდეც ეს არის ასე ვთქვათ მისი განწყობა ასეთი შექმნილი მოვლენებიდან გამომდინარე სწორედ ასეთ პერსპექტივას ვარაუდობს რომ შესაძლებელი აქვს დასავლეთთან მჭიდრო კომუნიკაციის გამო კონკრეტული ინფორმაცია რაც მის განცხადებას უდებს საფუძვლად არა დასავლეთთან არამედ ქვია შიგნითაც ესე პრეზიდენტი იყო ბოლოს ხა მე არ ვიყავი დიდი ფიგურა ციხეებში მუშაობდი ოდესღაც სააკაშვილის დროს არა მე საკრებულოში ვიყავი მინისტრი ვიყავი ბოლოს სულ მუდმივად მომდის ინფორმაციები ძველი სამსახურებიდან დარჩა ხალხი ჩვენს მადლიერები არიან და გვა კონტაქტები და რაღაც ციხეებში ახდება დღემდეც იმიტომ რომ კარგი საქმეები დავტოვე და დღემდე ანუ თქვენ ახლა მინიშნებას აკეთებთ რომ წესით სალომე ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს რა ხდება ქართული ოცნების გუნდის შიგნით რომ ჩემამდე მოდის ინფორმაცია საჯაროდ რომ სულ მალე ცვლილებები იქნება მე მგონია რომ სალომეს რაღაცა საფუძველი გააჩნია ამაზე და გაივლის დრო აღმოჩნდება რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისთვის საფუძველი არანაირი მაშინ რა მიზანი შეიძლება ამოძრავდეს იმიტომ რომ არაკომპეტენტურობა არაკვალიფიცირებული უხალხობა ხო არა იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრა და დაიჯერა ის რომ არ გადაამოწმა არ შეამოწმა სხვა წყაროსთან არ გადაამოწმა სხვადასხვა იმას რა ქვია თუმცა საკუთარი ასე ვთქვათ პოლიტიკური იმიჯის დაზიანების ხარჯზე იმიტომ რომ ეს ორჯერ სამჯერ თუ შენი მოლოდინები არ გამართო და მე რაღაცა ვიღაცამ უთხრა რომ ეხლა ეს ხდება იქა გამოიტანეს რაღაც ინფორმაცია მაგალითად იმიდან რა ქვია ივანიშვილის მიწოწრედან ისოს ხალხს იმ ხალხს ვისაც არ ულაპარაკე მაგრამ იცის ვინ არიან იმან თქვა ესე შეიძლება რაღაც ასეთი მეზე დაეყნო და რაღაც გააკეთა რაღაც განცხადება იმიტომ რომ ძალიან დამაჯერებელი იყო მისი განცხადებები რომ სულ მალე ცვლილებები იქნება მეც კი დავიჯერე ერთხელ მეც არა და იმის მერე აღარ გჯერათ რთულად იჯერებთ მოკლედ სალომე ზურაბიშვილი პლატფორმები იქნება სულ რაღაც ჯგუფები იქნება სულ არიქა და ეხლა რაღაც მოხდება ამ დროს არაფერი არ ხდება მადლობა ბატა ზაქარიაშვილს პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსით დაგებრუნდებით ეთერში 4 შაბათს ისე კი ხვალამდე დაგემშვიდობებით ერთმანეთს ხვალ 13 საათზე გადაცემაში საქმე შეხვდებით